ვიწყებთ. დაიწყო ჩაწერა და დავიწყოთ ჩვენი ლექცია. მოკლედ დღეს წინა ლექციაზე ჩვენ ვისაუბრეთ პირად პლანეტებზე, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სოციალურ პლანეტებზე. თავიდანვე, როდესაც პლანეტებზე ვიქონდა საუბარი, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ პლანეტები ესე იწყება, ხო? აა შემდეგი ან ყველაზე ახლოს მზესთან მყოფი პლანეტა, სოციალური პლანეტა არის იუპიტერი. გაუთავებლად შეიძლება იუპიტერზე ლაპარაკი იმდენი ინფორმაცია არის მასზე. ნუ ვთქვათ ის, რომ ეს რომაული სახელი იუპიტერი შეესაბამება ბერძნულ პანთეონში შეესაბამება სატურნს კი არა, ზევს ბოდიში. ზევსი არის უზენაესი ღმერთი, ძალიან ისეთი თავაშვებული, ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი ერთი კარგი ის, რაც შეგვიძლია ამაზე ვთქვა და ეს პლანეტაც ეს ამ თვისებას ატარებს, ყველაზე კარგი რაც არის, twins მითოლოგიას მეტნაკლებად იცნობს, ზევსი არ არის ბოროტი, ავიდა ჯანყიანი ტიპი, ბოროტი ესეთია. ეთილია რა. შეიძლება კრონოსი დაამარცხა. კრონოს თავისი პირობები ქონდა, დიქტატი დაამარცხა, ხო? ეს სხვა თემაა. დიქტატი უსამართლობა და სისასტიკე დაამარცხა. რაინდიც რაინდსაც ვერ ვიტყვით, რა დღეს ზევსი ჩვენს გჭირდება, მოკლედ რა, დიქტატის ნამდვილად მოგვის ლოზუნგების გარეშე ვიტყვი, რომ კი ბატონო, ცეცხლის აღმნიშვნელია და ცეცხლი იმას ვისაც საჭიროა, ხო? ოკეი. ძალიან 12 წლიანი ციკლი აქვს. ან ეს ნიშნავს, რომ გადის მთლიანი ზოდიაქურ მას გადის 12 წელში. მისი სტიკი არის ცეცხლი. ეს იმ შემთხვევაში ვამბობ, როდესაც 12 პლანეტას განვიხილავ 12 ზოდიაქოს ნიშნის მმართველად. თუ 7-ით განვიხილავ, ეს არის იუპიტერი არის ასევე თევზების მფარველი, შესაბამისად იუპიტერი არის წყალიც. მე ჩემი პირადი აზრით იუპიტერს ეს წყლის თვისებები აი ძალიან ცეცხლიც არ არის რა. აი როგორ თქვა, წყლის თვისებებს, წყლის ენერგიას ახლაც ატარებს. იმიტომ რომ ბევრი რამის მართლად ისეთად ითვლება, რაც დღესაც არის წყლის თემები. 63 ბუნებრივი თანამგზავრი ყავს, სოციალურ პლანეტასა და ეს ლუკაში აღნიშნავს ხოლმე ხალხს, აი მოსახლეობას, დიდ მასებს, ხო, ესეც. 4 თანამგზავრი, რომელიც ჩვენ ვიცით და რომელსაც ჩვენ ვაკურდებით ხოლმე და ეს ცნობილია, ეს არის იო, ევროპა, განიმედი და კალისტო. კალისტოს ხშირად და იყედება კიდევაც ასტროლოგების სხვადასხვა გათვლებში. ეს შეიძლება ითქვას, რომ იუპიტერი არის როგორც აი მიზიდულობის დიდი ძალის მქონე და მასთან შემოერთებული არის სხვადასხვა ტიპისა და ფორმის ზომის იმიტომ ითვლება იუპიტერი ზუსტადაც სოციალურ, აი ხალხის მფარველად, მასების და სოციუმების მფარველად, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს და ერთიანებს, ხო, მიუხედავად მათი სხვადასხვა რელიგიური თუ მაინც მასებს აღნიშნავს. უწოდებენ მას ბედნიერების პლანეტას. და იცით როგორი ის არის, რომ აი ითვლება, რომ ეგ რაღაცას გჩუქნის რაღაცეებს და გაძლევს რაღაცეებს და მე ადრეც გითხარით, მე მგონი ჩვენი პირველი საუბრისას ძალიან გულუხვია, ბევრ საჩუქარს და მოულოდნელობა და რაც არ დაგიმსახურებია ისეთი რამეები შეიძლება მოხდეს და მე ხა სატურნისეული ფრაზა ვთქვი, რომ რაც არ დაგიმსახურებია. იმიტომ რომ თუ დაგიმსახურებია, მაშინ სატურნი გაძლევს ესეთ საჩუქრებს. ანუ დამსახურებული საჩუქრების მომცემი არის სატურნი და ის უფრო კარგი საჩუქრებია ხოლმე, როგორც წესი. აი სიმბოლო, რას ნიშნავს იუპიტერი? ეს არის წარმატება, სიმდიდრე, გაფართოება, ავტორიტეტი, აღიარება.
ას ის ფარველობს უმაღლეს განათლებას. ჩვენ ვთქვით სასკოლო განათლება და ის საბაზისო განათლებას მერკური, ხოლო იუპიტერი უკვე უმაღლეს განათლებას და ჩვენ მივალთ მეცნიერებამდე. აი მეცნიერება არ მიხსენებია აქ. ნახეთ, უბრალოდ უმაღლესი განათლება ვთქვი და ის მომენტიც გავიხსენოთ, მე რო ვთქვი, რომ უნივერსიტეტში სტუდენტობის დროს ერთბაშად რო იგროვებ და მე რო აკეთებ. რა განსხვავებაა მე სათვალთვალო. თვალსაჩინერის გაფართოება, შორეული მოგზაურობები, ეს იუპიტერის თემებია. ასევე არის ოპტიმიზმი და ეს ოპტიმიზმი იუპიტერის ვისაც ძლიერი აქვს ხოლმე ხშირად კარგად ჩანს. მათ ცხოვრებაში, აი ოპტიმისტი ადამიანები არიან ხოლმე. სიმს ახლა ეს ლირიულ გადახვევას ვიწევს და სიმსუქნე შეიძლება ყველაფრის გაბევრება შეიძლება გამოიწვიოს იუპიტერმა, მათ შორის სიმსუქნეც და აი ეს მითი მითი კი არ ესეთი ამოსაზრება რომ სუქანი ადამიანები კეთილები და ესეთი მხიარულები და ოპტიმისტები არიან, შეიძლება მართლა იუპიტერის გამო იყოს, იმიტომ რომ ოპტიმიზმი იუპიტერი აძლევს ადამიანს და სიმსუქნესაც აძლევს, ან ასად ჩუქრებს ყველაფრით. გქონდეს ბევრი არ არის პრობლემა, არ ენანება იუპიტერს ეს ყველაფერი. აი რა შეიძლება აღნიშნავდეს იუპიტერი, როცა განვიხილავთ დავუშვათ ადამიანის ნატალურ უკას, ეს შეიძლება იყოს მისი მასწავლებელი, მისი გურუ, დამრიგებელი. მე ახლა ამასაც ვამბობ, გულისხმობ, როდესაც ვაკეთებთ პროგნოზებს, ხო? და დავუშვათ ჰორას, ვის შეიძლება აღნიშნავდეს. შეიძლება აღნიშნავდეს მამას, ოღონდ ეს მამა როგორც კარგი მეგობარი და გულმოწყალე და აი ზედრო ყვება ისეთი მამა. შეიძლება მოძღვარს აღნიშნავდეს, არა სასტიკ მამას, სასტიკ მამას მოგვიანებით. მოსამართ, აი მოსამართლეს შეიძლება აღნიშნავდეს და საზოგადოებრივ სამართალს შეიძლება აღნიშნავდეს, იმიტომ რომ იცით ზევსის ფუნქცია, ნუ ის წყვეტდა ვინ მართალია, ვინ ტყვარი, ხო? ფილოსოფია ზოგადად მოგზაურობა, ეს ფიქრი, ეს რაღაც ფართოზე და ასე შემდეგ, ხო, ეს მისი თემებია. იუპიტერი შეიძლება იყოს ასევე მასობრივი სპორტული ღონისძიებების ფარველი. და ზოგადად იუპიტერი გამოხატავს შუა ასაკის ადამიანებს, მაგალითად რუკაში ისევ ვამბობ, ისევ როდესაც პროგნოზს ან რაღაცას ვაკეთებთ, ან კი ჰორარს ვაკეთებთ, იქ რას შეიძლება აღნიშნავდეს, შეიძლება ეს აღნიშნავდეს ადამიანს, რომელიც არის საშუალო ასაკის, ხო? თავისთავად ახლა ზევსისგან შეიძლება აი საოცარია, მაგრამ მართლა მითოლოგიიდან შეიძლება მივხვდეთ, რას თემები კიდე არის მის თემები ნადირობა, ხო? მას ცხოველების სიყვარული როცა აქ ადამიანს განვითარებული, აქაც იუპიტერი მოქმედებს და თავისუფალი დროის განკარგვაც, აი დავუშვათ ექსკურსიებზე სიარული, რაღაც ასეთები, ეს ყველაფერი არის იუპიტერი. ორგანიზმში იუპიტერი განკარგავს ისეთ რაღაცებს, როგორც მოდით ეს ერთი წუთით ახლა ჩემ ფაილში გადავალ უფრო ბევრი ინფორმაცია. ცეცხლის ნიშანია ვთქვი და ასე წყლის, იმიტომ რომ თევზების მფარველად ითვლება თუ 7 პლანეტით ხელმძღვანელობთ. მისი მეტალი არის ოქრო და კალა. ცეცხლის ნიშანი, ვიცით ხო, ცეცხლის ნიშანია მშვილდოსანს განკარგავს და შესაბამისად აქ ეს ცეცხლის თემა და ოქრო იქნება ხო მნიშვნელოვანი. იქ იყო მზესთან თუ გახსოვთ ოქრო იყო და კიდე სპილენძი, მე მგონი. დღე არის ხუთშაბათი, იუპიტერის დღე. ფერები არის ყვითელი, ნარინჯისფერი, მუქი წითელი. ცხოველები, ხო აი ბევრი რაღაც იყო, ბევრი ცხოველი აქვს, მაგრამ აი მნიშვნელოვანი არის რომ ეს არის ნახეთ სპილო, ვეშაპი და არწივი. ეს იგი სპილო ერთ-ერთი ყველა დიდი ცხოველი დედამიწაზე, ხო, მასშტაბური, ვეშაპი წყალში და არწივი მე მგონი ყველაზე დიდი ფრინველია ცაში, ესეც არ ვიცი ზუსტად ესეა თუ არა, უბრალოდ ასევე ყველაფერი რა როგორი ქვები არის აბას, ეს არის ყვითელი საფირონი, ამეთვისტო, აზურიტი,
ლაზურიტი, ლალი, ცისფერი ტოპაზი და ფირუზი. რიცხვი არის 3. აი ახლა ქვები რო ჩამოთვალეთ, თქვენ თვითონაც მიხვდებოდით, რომ ზოგი წყლის ნიშანია და ზოგი ცეცხლის, აი ლაზურიტი და ფირუზი ნამდვილად წყლის ნიშნის აღნიშნულებია, იმიტომ რომ იუპიტერი თქვით რომ წყალია. იუპიტერის რიცხვი არის 3 და აი 3-ზე მინდა ახლა გითხრათ რაღაც პარალელი გავავლო, სამია იუპიტერის ნიშანი, ზევსის ნიშანი 3-ია და ქრისტიანობაში 3 ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ხო? აი ესეთი, როცა ამბობენ რომ რაღაცა ეს მოკლედ რა, აი ესეთი რაღაცები რო ხდება, ხო. აი ეს ისე უბრალოდ მინიშნება იმაზე, რომ 3 არის იუპიტერის, ზევსის რიცხვი არის 3. აი ესე ვიტყვი, უმაღლესი ღმერთის. ჩრდილო-აღმოსავლეთი არის მისი ადგილი, ამასაც იმიტომ ამბობ, კიდე დავაკონკრეტებ, თამილო თქვენი კითხეთ, რაში გჭირდებაო, როდესაც რაღაცას ვეძებთ და გვაინტერესებს, მაგიტომ. მეგობრული პლანეტები იუპიტერიც არის მზე, მთვარე და მარსი. არამეგობრული პლანეტები არის იუპიტერი, მერკური და ვენერა. სატურნის არა, იუპიტერზე ვლაპარაკობ ახლა, ხო? და სავანე სად არის, ნუ ამას მე თანდათან ვისწავლით, მისთან მშვილდოსანი არის მისი, სადაც ის უნდა იყოს წესი და რიგი და მისი ფარვალიც არის. ეგზალტაცია ლომში ხდება, განდევნა ტყუპებში, დაცემა მერწყულში, მაგრამ ამაზე ახლა დიდი არ შევჩერდები, იმიტომ რომ ამას სად არის განდევნილი, სად არა, მაგრამ სანქტაცია კირჩხიბში არ არის? აი, ნახეთ ხო, ამიტომ არ შევჩერდი მაგაზე, არ არის კირჩხიბში, ნუ ხათუნა სკოლით არ არის, თორემ პლანეტების ეგზალტაციას და დაცემაზე განდევნაზე რომ მივალთ, მე იქ ორივე ვარიანტს შემოგთავაზებთ და ავხსნი კიდე. იუპიტერი კირჩხიბში და საერთოდ ყველა ვისთანაც მე ვყოფი ვარ, ყოველთვის შეუგლებოდნენ, რომ აი ეგზალტირებული არის იუპიტერი და რაღაცა ესე მახსოვს რა მოკლედ. მეც მანცე ვარ. ეგზალტაციაზე რომ მივალთ დეტალურად გეტყვით, ოღონდ იქამდე ნინო, ეს თქვენი ეგზალტირებული იუპიტერი მუშაობს თქვენთან? მე რასაც ვუყურებ მოსწავლეების თვალსაზრისით ალბათ კი, რა ვიცი. რატო მოსწავლეების თვალსაზრისით? იუპიტერი მოსწავლეებს გაძლევთ? იუპიტერი არის უმაღლესი განათლება. ეგეც ხო, ნუ ეგ მუშაობს კი. და სხვათა შორის ყველა ხელმძღვანელი, ვინც ყავს კირჩხიბი არის, თითქოს ყველა იცოდეს როგორ არის კავშირში, მაგრამ რაღაც ესე ემთხვევა ხოლმე. ხო, აი, ამიტომ ამბობ, რომ აი გაჩნდა ეს კითხვა, მე იმიტომ რომ ახსენე ეგზალტაცია. 12 პლანეტ, 7 პლანეტიდან 12-ზე რო გადავედით და ეს ხათუნას თეორია ნამდვილად, რატო არის ეგზალტაცია ლომში და არა კირჩხიბში და მე ამაზე ვისაუბრებ, როცა ამ თემაზე მივალთ. კარგი? და იქამდე დაიმახსოვრე და იფიქრე, აბა, ჩემთან არ მუშაობს იუპიტერი, ეგზალტირებული არ არის ჩემთან. არ ჩვეულებრივად კომფორტულად დედაენაცვალოს ესეთ პოზიციაში. რა ორგანოებს მოიცავს, ანუ რაზე აგებს პასუხი იუპიტერი? ეს არის ღვიძლი, ამასაც იმიტომ ამბობ, როდესაც დავუშვათ ვადგენთ რაღაცა დღეს ოპერაციისთვის, უნდა ვიცოდეთ, რომ დავუშვათ ღვიძლზე თუ მიდის ოპერაცია, აი ეს იუპიტერი ამ დღეს როცა ოპერაცია კეთდება, უნდა იყოს კარგ პოზიციაში, არ უნდა იყოს დაზიანებული, ასე შემდეგ. ღვიძლი, მსხვილი ნაწლავი, პანკრეასი, თეძოები, არტერიები, ნივთიერებათა ცვლა, შუბლის ზედა ნაწილი, მარჯვენა ყური. ღვიძლის დაავადებები, ანთებითი პროცესი და სიმსუქნე, ესაც შეიძლება რომ აი ესე პირდაპირ დავაბრალოთ ამას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იუპიტერი ყველაფერს აბევრებს, ყველა აი ესეთი რაც ზედმეტი, აი ხორცმეტები, სიმსივნური პროცესები, ხო, აი რაც მრავლდება რა, აი არ გინდა და მრავლდება. ეს ყველაფერი შეიძლება ამას დავაბრალოთ. აი რა მისი მოქმედების სფეროები რა არის? ეს არის აი იუპიტერი. რასთან ასოცირდება? წარმატება, სიმდიდრე, გაფართოვება, ავტორიტეტი, აღიარება, უმაღლესი განათლება, თვალსაჩინერის გაზრდა,
შორეული მოგზაურობები ვახსენე, უბრალოდ კიდე ერთხელ ვიმეორებ რა. ოპტიმიზმი და ფასეულობები. აი ფასეულობები, ღირებულებები ეს არის იუპიტერი. ძლიერი ეს მე სატურნთან კიდე ამ ფასეულობებზე გავაღვიძე პარალელს. თუ ძლიერია იუპიტერი, ეს იწვევს სიბრძნეს, ადამიანი არის ბრძენი. არის უზოკლოდ განათლებული, ეს შეიძლება გამოიწვევს და განათლებისკენ სწრაფვა. აი სიბერემდე რომ სულ სწავლობენ, კითხულობენ, სულ უნდათ და სიბერეშიც და აი წიგნის garaში რო წარმოუდგენელია მათი ცხოვრება ადამიანის, შეგიძლია თქვა, რომ ეს იუპიტერის გავლენაა. და სიმდიდრეს იციდავს, სიმდიდრე არის ძლიერი თუ არის მოაქვს სიმდიდრე. ხო და აი ახლა ვიკითხავ ძალიან ისე ნინო, აბა მითხარი ახლა რამდენი მილიონი გაქვს ეგზალტირებული იუპიტერით რა? ჯერ არაფერი. ხო, ჯერ მეც პირველი მილიონით ვერ მოვაგროვე. აგერ ცოტა ხანში 9 საუკუნე შემისრულდება. მაგრამ ნუ იმეც არ ვკარგავ იმეც. ოკეი. ფილდოსანში არ უნდა იყოს ეგზალტირებული. ბატონო? ფილდოსანში არ უნდა იყოს ეგზალტირებული. ფილდოსანი არის მისი სავალი, სახშია. ხო. აი ამის ახსნაზე, ხო. თავის სახში და სხვა არის. ეგზალტარი შეიძლება მაქსიმალური გამოვლინდება, როცა არის და ასე ესე რო არ დავტოვოთ თქვა დღიად, ის სახში ჩვენ ვართ ჩუსტებში და ხალათში და მაგრად და ეგზალტაცია არის, რომ ჩუსტებში და ისევ ესეთი მაგრები ვართ, როგორც სახში ვართ, კომფორტულად, როგორც პახუდ გამოპრანჭებული ვართ და ყველაფერი ზედ გვაქვს და გავედით სადღაც აი ყველაზე იქაც რო თვითონ სახში ვართ, ოღონდ გამოპრანჭულება. აი ეს არის ეგზალტაცია. შემდეგი ეს კი ჰარმონიული თუ არის იუპიტერი, იღბალი, გამართლება, მფარველობას იღებ უცბად ვიღაცა ადამიანებისგან რო არელი ისე ენერგიული ხარ, წარმატება მოდის საქმიანობაში მარტივად, როცა ჰარმონიული გაქვს ეს. სუსტი როდესაც არის, მაშინ აი ნახეთ პირდაპირ ის არის. აი ხო სიმდიდრეა, კიდე გინდა რომ კონდეს ფული და ჩაციკლული ხარ ამაზე, ხო? აი პერფექციონიზმი შეიძლება აი ეს ლაღი იუპიტერი რომელიც ხო აი ლაღი აი მშვილდოსანზე ხშირად ამბობენ რომ მაგას რა ადარდებს ხო ესეთი ტიპაჟად წარმოუდგენიათ რომ მაგას უარაფერი არ აინტერესებს და ესეთია რა easy going ესე ვთქვა და ეს შეიძლება როცა დაზიანებულია და სუსტია შეიძლება იყოს როგორი პერფექციონისტი იცით რომ აი ორი ნაჭერი ნამცხვარი თუ სიმეტრიულად არზე დგას მაგაზე შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს რა აი ესეთი ის გამოიწვევს ანუ ძალიან დავიწროვდეს ფართოდ კი არის ფიქროს და ფართო სურათი კი არ დაინახოს რაღაც ელემენტარულ წვრილმან რაღაცაებს ეკონდეს სერიოზული გართულება შემდეგი თვისება რაც იუპიტერს აქვს, როდესაც ის არის დაზიანებული, კარგად ისე საკმაოდ დაზიანებული, ის იყოს სიმსუქნისკენ მიდრეკილება, უმაღლესი განათლების მიღების სირთულე, აი შეიძლება უნდოდეს, მაგრამ ერთგან ჩააბარა არა, მეორეგან ჩააბარა არა, აი შეიძლება აბარებდეს კიდევ, ან ვერ შეძლოს ფიზიკურად ძალიან უნდოდეს, მაგრამ ვერ მოახერხოს. სუსტი საერთო ჯანმრთელობა შეიძლება გამოვიდა, აი ის კი არა რომ რამე კონკრეტულად კი არ აწუხებს რამე ქრონიკული დაავადებაზე კი არ არის აქ საუბარი. აქ საუბარი მაქვს იმაზე რომ უბრალოდ აი საერთო მდგომარეობა აქ ესეთი რომ ცუდად არის, სულ ცუდად არის. რაღაცა ჭირს, ხან ვირუსი აქვს, ხან გრიპი აქვს, ხან ეს მე შემიძლია ვთქვა რომ აი რაღაცა პერიოდის განმავლობაში სულ ესე იყო, აი სანამ მე დაამჩემს იუპიტერს მივხედავდი კარგად და გავიაზრებდი რა სულ რაღაცა რო გაწუხებს ხან თავით კივა ხან წელით კივა ერთი ვირუსი დაემართა მერე ფილტვების ანთება დაემართა აი სულ რაღაცა რო ჭირს ოღონდ არაფერი მივა და ჯანმრთელია ისა აქ რა ქვია ცნობა აქვს რომ აი ანალიზები ყველაფერი წესრიგში აქვს აი ესეთი სისუსტე შეიძლება საერთო სისუსტე ზოგადად ხო საერთო ცუდი და ენერგიის ნაკლებობა, აი უენერგიოთ არის არაფრის თავი არ აქვს, აი წარმოუდგენელია მშვილდოსანს რო არ ქონდეს, აი მშვილდოსნის ენერგია, იუპიტერის ენერგია არის, რომ ზევსია და ეხლა ზევსი მხარდაძოზე წამოწოლილი და ხო ხვდებით რას ვამბობ, აი უკუთვისებები, ის ენერგიულობა რაც ახასიათებს თუ დაზიანებულია პირიქით, მინუსებში წავა.
აი მე ეხლა თლად ყველაზე ცუდი ის რო არის, რა ქვია. იუპიტერი როცა არის მეტნაკლებად ნორმალური, ის ადამიანს რო შიოდეს, ეგეთი თემა არ იქნება. მეტნაკლებად კეთილდღეობა მის ცხოვრებაში იარსებებს. მეტნაკლები რა ხო ხტები? შეიძლება მილიონი ვერ იშოვოს, მაგრამ არ მოშივდება და თავს გაიტანს, ხო ხტებით? მაგრამ თუ ძალიან ძალიან დაზიანებულია ეს იუპიტერი, მაშინ იქნება რამ შეიძლება გამოიწვიოს. აი უგუნურება, კეთილგონიერების ნაცვლად, აი უგუნურება, კიდის სულელი ზევსი ხო აქ ეხლა ზევსაც აქვს ბევრი სისულელად ჩადგება, ხო? ხელმოწარულობა შეიძლება ანუ არაფერი არ გამოვა, ვერაფერს ვერ მიიყვანს ბოლომდე, ენერგია არ ეყოფა იმის რომ დაიწყოს და დაამთავროს. შეიძლება ვალები გაიტენოს ადამიანი და ზოგადად აი რაღაცა ცხოვრების ბოლოს ვეტყვი, აი ნახე თავის ცხოვრება ტყუილა გაფლანგაო რა. ეს შეიძლება სატურნი კი არ იყოს, რომელსაც დამსჯელ პლანეტას ვეძახით, აი დასაჯა. არა, თვითონ ვერი ვარგა ადამიანმა, როცა ვამბობთ, ეს შეიძლება იუპიტერის ვერი ვარგა ნიშნავს, რომ ქონდა თვისებები, ხო? მაგრამ ვერ გამოიყენა. ეს იუპიტერის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს. პრინციპში რა ვთქვათ, ისეთი პროფესიები, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება იუპიტერს, ეს არის კარგად გამოსდის რა, ესეთი რაღაცები. ექიმი, იმიტომ რომ ხო შინაგანი ორგანოები, რომელიც ჩამოთვალეთ და სისტემები, ამის ექიმობა, ხო? და ფართოდ უნდა იაზრონოს, ექიმმა უნდა იაზრონოს ფართოდ, მით უმეტეს თუ ზოგადი პროფილის არის, ხო? იურისტები, მწერალი, მღვდელი მოძღვარის რახან არის, ხო? სხვათა შორის მთარგმნელი, აი, ჩემი ის არის ჩემი პირდაპირი პროფესია არის. აი, ასეთ შეიძლება იუპიტერი დაამუშავო, მის პროფესიას ემსახურო და ამით გააძლიერო. მთარგმნელი, იმიტომ რომ შორეულ მოგზაურობებს რახან ანუ უცხო ენებსაც იუპიტერი ფარველობს, ეს არ მithავს პროფესიულია და რაღაც მომერი დასავით, ხო? რატო? იმიტომ რომ შორეულ მოგზაურობები ენის გარეშე წარმოუდგენელია, ხო? საზღვარგარეთის თემები და უცხოეთის თემები, რა თქმა უნდა, ურანი მე-11 სახლი, მაგრამ აქაც აი უცხო ენაზე ლაპარაკი და ასე შემდეგ, ეს ამაზე არის. მუსიკოსი, ფინანსისტები და ნოტარიუსები გამოდიან კარგი. აი დავუშვათ მკვეთრად გამოხატული თუ აქვს თქვენ შვილს, ახლობელს, მეგობარს ან ვიღაცა ვინც მოგმართვა დახმარებისთვის. მკვეთრად ძლიერი იუპიტერი თუ აქვს გამოხატული, შეგვიძლია რომ ურჩიოთ რომ დავუშვათ ეს პროფესიები აიღოს პლუს ამას. აი მაგალითად ექიმის შემთხვევაში უნდა იყოს იქ ხალწულში დავუშვათ რაღაცა, ხო, აი მერკურიც ისეთ სიზუსტე და რაღაცა სტები რომ მიუმატოთ და ასე ნელ-ნელა შევძლებთ რომ რაღაც უფრო მეტად დავაკვალიანოთ ადამიანი მან თუ მიმართულებით. შემდეგი პლანეტა არის, რომელზეც ვისაუბრებ, არის სატურნი. ხო, აი, რაზე მინდოდა გამემეხვალებინა ყურადღება, მე გამოგიგზავნეთ პლანეტები როგორ აღინიშნება. და თქვის, რომ სან ჯერ ჩვენ ვსწავლობთ რუკის წაკითხვას. რუკა რო წავიკითხოთ, ხო, აუცილებელია ვიცოდეთ როგორ აღინიშნება. რომ ყოველ ჯერზე ეს რა არის, არ ვეკითხოთ, ხო? და ამასაც მიაქციეთ ყურადღება, როდესაც სწავლობთ ამ თემებს. მოკლედ, სატურნი მზიდან დაშორებული მე-6 პლანეტა. იგივე კრონოსი. ვინ დაამარცხაო იუპიტერმაო? ზევსმა. იუპიტერის მამა, ანუ ზევსის მამა არის კრონოსი. მითოლოგიაში გავედი, თუმცა მითოლოგიურად ამას არ აქვს კავშირი. იმიტომ რომ მითოლოგიური კრონოსი არის საზღარი ადამიანი და რაღაც არ ვიცი. შეიძლება იყოს სატურნის ცუდი გამოვლინება, ამ შემთხვევაში ესე თუ აღვიქვავთ, მაგრამ სატურნი არის ზევსის მამა, ესე რომ ვთქვა. ადგილის დაკარგვის ეშინა და რეალურად და მაგიტო ჩადიოდა. კი ვიცით, მითოლოგია თუ შეგვიძლია გადავხედოთ, რატო ვინ რა როგორ და რანაირად, ხო? რომაულ მითოლოგიაში მიწის და ნათესების ღმერთად მოიაზრებდნენ. აი პირდაპირ ბერძნულ დასახელებაში ქრონოს როგორც არის, ეს პირდაპირ ხდება რომ დროზია საუბარი. სატურნი პირველ რიგში არის დრო. თუ გახსოვთ, მე დავიწყე იმით, რომ არის წეღან რომ საუბრობდით, რომ ეს არის გრაფიკი გეგმა ის
ყველა გრაფიკი, სატურნის აი პირველი რაც არის წესრიგი. წესრიგი, რომელიც აღებულია საათზე, რომელიც არის პუნქტუალობა. და მე გითხარით, თუ ჩემი დამუშავების მეთოდი დედლაინები შემოვიდა, ანუ საათის კალენდარი, საათი, ეს სატურნის თემებია. და სატურნის მიხედვით ცხოვრება, როდესაც ახერხებს ძალიან გვეხმარება დისციპლინირებული ადამიანი, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ შემოქმედებითობაზე, ის ბევრი კვლევის და ბევრი წლების შემდეგ იმას მივხვდი, რომ შემოქმედებითი ადამიანები, რომელსაც უდიდესი ნიჭი აქვს, მაგრამ არა აქვთ სატურნი დამუშავებული, არ გულისხმობ იმას, რომ არ მუშაობენ გეგმა გრაფიკის მიხედვით, ანუ დისციპლინირებულად არ მუშაობენ, ვერც ერთი ვერ აღწევს დიდ წარმატებას. ის, რომელიც მუშაობს, მუსიკოსი იქნება ის თუ მწერალი თუ პოეტი, თან უნდა იმუშავა. ამის მაგალითს მოგიყვანთ გალაქტიონს, რომელზეც ამბობდნენ, რომ აი მის სუნთვალი იყო და რაღაცა და არა, არც ერთი ლექსი არ დაუწერია სიმთვრალეში. ყველა ანუ იუპიტერის გავლენით და ესე ჰარი ჰარალოზე არც ერთ, სულ ყველა გადაწერა სატურნით. და ბევრი მწერალი ვიცით, ჩვენც ნაყოფიერი იყო, ხო, რომელიც ყოველ დღე გრაფიკებზე მუშაობდა. ძალიან მოწესრიგებული. ბატონო? დიკენსი იყო კიდევ დიკენსი, ძალიან რომელსაც მოწესრიგებული. ოჯახში ვერ ისუნთქავდი. არ სუნთქავდა ხალხი, როდესაც ის მუშაობდა, ხო? ბავშვები იყო თუ არ იყო, ყველა ერთსა და იმავე დროს. და იყო ნაყოფიერი, როგორი ნაყოფიერი. დღესაც კი ეკრანიზაციები უკვე რამდენი საუკუნე გავიდა და აქტუალურია მაინც. სატურნი არის უკიდურესი სოციალური პლანი. ვიტყვი, 7 პლანეტიდან, რომელიც ოდითგანვე გადიხილებოდა ასტროლოგიაში, ეს არის ბოლო პლანეტა. ამის მერე რაც ხდება, არის უკვე ახალი პლანეტები, ახალი ასტეროიდებია თუ რაც არის და რომელსაც ვითვალისწინებ. ეს ეს არის რაღაც აი აქ მორჩა, აი აქ მთავრდება ძველი. ესეც მნიშვნელოვანია, რომ სატურნი მთავრდება ძველი. ყველა დანარჩენი პლანეტა, რომელზეც ვილაპარაკებ, არის ახალი და ახლის მომტანი კაცობრიობისთვის და თითოეული ადამიანისთვის, ხო? პირველი 5 თანამგზავრი, ძალიან ბევრი თანამგზავრი ყავს მასაც, ხო? არა როგორც იუპიტერს, იმდენი რაოდენობით, 62 არის ცნობილი, ერთი მათგანი არის ტიტანი. და ცნობილია, რომ ეს ტიტანს აქვს საკუთარი ატმოსფერო. ანუ სატურნის შიგნით კიდე რაღაც ცხოვრობს, ხო? და ატმოსფეროიანი. 29 დაახლოებით 30 წლიანი ციკლია და აი ხშირად ამბობენ, რომ სატურნი არის კარმული პლანეტა და აი ეს მინდა რო გითხრათ, რომ რუკაზე ჩვენ რაც გვაქვს, ყველა პლანეტა კარმულია, ვაფშე კარმულით მოვედით რა. უფრო კარმულია და უფრო კარმულს ეძახიან, როგორც დამსჯელს და აი ჩემთვის ეს კარმული და მე მინდა თქვენს ეს გაგიზიაროთ, რომ კარმა არის ისაც უნდა გავაკეთოთ. ახლა რაც გინდა ის დაარქვი. თუ შენ დაარქვევ, რომ აქ მოხვედი, იმიტომ რომ დაისაჯე დედამიწაზე, იმიტომ მოხვედი, რომ დაისაჯე და სასჯელი უნდა მოიხადო. მაშინ ეს იქნება კარმას იქნება შენთვის უარყოფითი კონოტაცია, ხო? შეიძლება ის გზა, რომელიც ამ ცხოვრებით უნდა გავიარო, არც ისე დავუბრუნდები ჩემ ნორვეგიაში არ მოვედი და ეს არა მაქვს, ხო? ანუ არა, აქ ცხოვრობ, საქართველოში ვცხოვრობ. ეს გზა უნდა გავიარო. მაგრამ ეს სასჯელია? ჩემთვის არ არის ეს სასჯელი. ჩემთვის ეს არის გამოცდილება, რომელიც უნდა გავიარო და იმის იმედით, რომ შემდეგ ჯერზე თუ მაინდა-მაინც კიდე აგამ დედამიწაზე უნდა მოვიდე, ნორვეგიაში მოვა. ანუ ვცდილობ, რომ ესე შევხედო. თუ შეხედავ ამას, რომ ეს გამოიწვევს, რა თქმა უნდა, პესიმიზმს კი არა, დეპრესიას და ყველაფერს. რისთვის ცხოვრობ მაშინ, თუ ეს და თუ დასჯილი ხარ, რაღაცზე მოძრაობ, თუ ეს სასჯელია. თუ ციხეში ხარ, კამერაში ხარ და შეხარ ესედაც, ანუ ესე ვთქვათ, სროკი, ბლატნო ენაზე რო ვთქვათ, ხო რა, სროკზე თუ ხარ, რაღაც რა იჯექი, რაღაცა მოხდება, რაც მალე დამთავრდება მით უკეთესი, ხო, დაუშვენ. ესეთი აღქმა სატურნის, რომ ის გსჯის, კი არ გსჯის, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობა აქვს, იცის, რომ ხანდახან თუ არ წარბი არაწიე და საერთოდ არ ხარ იმდენჯერ ამიწევია წარბი და ხმაც მიმიყოლებია ჩემს შულთან ურთიერთობაში, რომ საერთოდ აი უნერვოთ, ანუ გულთან ახლოს კი არა, კი არ გაუბრაზდი და იმიტომ. უბრალოდ ის რომ მიხვდეს, რომ რაღაცა არ შეიძლება ცეცხლთან თამაში. ეს ახლა თუ იცი რა დედიკო არ ითამაშო რა ცეცხლ შეიძლება და ესეთი ტონით თუ ეტყვი,
რა თქმა უნდა, ის ამას არ გაითვალისწინებს, თუ გიხარია რა არის. აი ეს არის სატურნი, რომელიც აწევს წარბს და მკაცრად გეტყვის. არ მიდიხარ იმისით მოკრიტებს ყურში ხელს და არამანდარა აქეთ გამოდი გაგაკეთებინებს ამას. ეს თუ არის ბოროტება, არ ვიცი ეს თუ არის ბოროტება, მე ესე ვერ აღვიქვა. შეიძლება იმიტომ რომ თვითონ მასწავლებელი ვარ და ხანდახან აკეთებ იმას, რომ დასაჯე მოსწავლე აი ნინო დამეთანხმება, აი ერთხელ არ გააკეთე, ორჯერ არ გააკეთე, კაი, მაშინ სამჯერმეც მოგცემ და არაიხავ ნახავ როგორ არ გააკეთებ რა. და მე სამჯერმეც აკეთებს. და სხვა შეიძლება როგორც მიზეს შედეგობრივი კავშირი დავინახოთ და არა როგორც სასჯელი. აი ხო ანუ მე ესე არ აღვიქვა, მე არ აღვიქვა ესე, მე ხო, აღვიქვა იმას, რომ მიგითითა რომ იქ რომ მიდიხარ, იქ რომ მიდიხარ, იქ არა, აქეთ. იქ არა, აქეთ. ნუ თუ შენამდე ვერ მიხვდი რომ იქ არ უნდა წახვიდე. მაშინ მოკიდებ ხელს და რა მოგაჩოჩიალებ აქეთკენ რა. ნუ ეს თუ სასჯელია, თუ გადაჩეხვაზე მიდიხარ და ვიღაცა გაჩერებს, არ ვიცი. ხო, თუ არასწორად იქცევი, გაძლევს მიმართულებას. მისი სატურნის, ანუ ამ ასე კარმულ პლანეტას რო ეძახიან, ცოტა ნერვები მეშლება, იმიტომ რომ დანარჩენმა რა დააშოვა, ყველა კარმულია, ჩვენ დავიბადეთ აი ამ რუკით და შესაბამისად ყველა კარმულია. ხო, და ხო, ანუ რადგან ეს მიგვითითებს, ანუ ეს ხაი ხათუნეს, თუმცა სწორედ სატურნი ხდის მძაფს ჩვენ რუკაში არსებული კარმის შეგრძნებას. სატურნი გიტყავს, ანუ ეს არის ვინც უნდა გითხრას მათრახი მოგიქნიოს და ესეთი ფუნქცია აქვს და რა გააკეთოს. რატო არის ცუდი, ამით ვერ ხვდება. აა და რას იწევს და როგორ გიწევს ამას ახლა ვიტყვი უბრალოდ მინდა რომ რა სატურნ როლი რუკაში რა შეიძლება იყოს ეს არის ხელმძღვანელი პირი უფროსი კანონის დამცველი და ზოგადად დამცველი აი ესეთი რაღაცა შემდგარი ინსტიტუციების მცველი დაუშვათ დაცვის პოლიციაც კი ეს არის დარაჯირო დგას და იცავს რაღაცას ესეც არის კულტურულ მემკვიდრეობას რომ იცავს ისიც ეს არის და ასე შემდეგ ხო რა არის მისთვის აი სატურნი პირდაპირ არის მინდა არ არის მინდა არ არის სატურნი არის ყოველთვის უნდა გავაკეთო ვალდებული ვარ გავაკეთო ჩემ თავსაც ვალდებულე პირველ რიგში ეს არის საკუთარი თავის დავალდებულება და არა ვიღაცა სხვის დავალდებულება და რას რა მიმართულებებია? მოკლედ ესე ჩამოუყვები როგორც აკეთებ ხოლმე. მისი სტიქი არის მიწა, მეტალი არის რკინა, დღე არის შაბათი, რიცხვი 8. ისე ლათინურად შაბათს სატურნის, ხო, სახელი აქვს სადაც. 8 რიცხვია მისი, სიმბოლურია, ნახეთ. შეიძლება ამიტომაც ახლა ამბობდნენ რომ 8-იანი არის ჩაკეტილი. სივრცე. ხო? მათემატიკაში უსასრულობის ნიშანი. უსასრულობის ნიშანის სპირალი ადის ზევით, ანუ ესე ადის. ერთ წრეზე კი ვტრიალებთ, მაგრამ სპირალურია, ხო ხვდებით და ადის. ასე სიბრტყეში არ არის. ამიტომ ეს რვიანის შიშიც ისეთი თემაა. რომ რაღაცა ჩაკეტილი კი არ ხარ ზედხეთშია რვიანი, თორე ისე ადის ზევით. მისი ფერი არის ლურჯი, რუხი, ნაცრისფერი და მწვანე. აი სხვადასხვა ასტროლოგებთან წერია ეს. და ასკეტა ზოგადად, ასკეტიზმი არის სატურნი, ხო? ან რაღაცა გაცალკევებით, როგორ სოციალურია ძალიან იუპიტერი და ხალხის მასებს ნიშნავს და ერთად შეკრებილ ადამიანებს, სატურნი არა, სატურნი ცალკე არის. თუმცა აღნიშნავს მთავრობას ამაზე მივალ. მისი ცხოველები, რომელსაც გამოხატავს, არის ძაღლი, მცველი, დათვი, აქლემი, რუხი ყვავი და რატო რუხი არ ვიცი, უდაბნოს ცხოველები, ანუ ასე მარტო რო ცხოვრობენ აი ესეთი ცხოველები, უდაბნოში რო ცხოვრობენ, თორე აფრიკაში არა, იმიტომ რომ აფრიკაში სპილოც არ იყო. უდაბნოს ცხოველები და დაფარულად სადღაც რო ცხოვრობენ და ასევე აი ჩრდილოეთ ნაწილში მარტო რო დადიან ესეთი ცხოველები შეიძლება იყოს.
ქვები არის მისი ლურჯი საფირონი, ოფსიდიანი, ონიქსი, აგატი, გაგატი, მუქი ტოპაზი, აა ნეფრიტი და შავი კვარცი. ქალბატონ თამილა, ეხლა მე მივიდა აზრი, რომ როგორც სატურნის როგორც მზის ფორმატში, მზის ფორმატში როგორც მქონდა გაკეთებული მზის ნიმუში როგორც გამოგიგზავნეთ დავდა იქ ისე გავაკეთებ სხვა პლანეტებსაც, 7 პლანეტას. ანუ ასპექტებს და იმას მოვაცვლით და როგორც ის სამფელ რაც ნიმუში რაც იყო, ხო, ესეც გაგიზიარებთ, რომ რა ვიცი თუ გამოგადგებათ. კი, მე გავაკეთე ჩემთვის, მაგრამ მაინც შევადარებ. კი ბატონო. მეგობრული პლანეტა ჯერ დასავლეთი არის მისი მხარე, სატურნის მხარე და რანაირად სიმბოლური არის, რომ დასავლეთისკენ გვინდა ამ იუპიტერა ადამიანებს, როგორ გვინდა, რომ დასავლეთში მოხვდეთ და აი ზუსტად რაც გვაკლია, ზუსტად სატურნის დადებითი თვისებებია და ზოგადად ყველას ჩემი თავიდან დავიწყებ. ჩემი თავიდან სხვები დამთავრებული წესრიგი როგორ გვაკლია ყველგან და ყველაფერში. მაღაზიის გამყიდველი შენობით რო არ გესაუბროს და შენობით არ მოგდმართოს, ამას მთავრობის დადგენილება არ სჭირდება, ხო ესეა? არც ის არ გესაუბროს და არც პირიქით არ ესაუბრო, მოლარეს შენობით. წესრიგი რო ქონდეს ელემენტარულად, ხო? ანუ და ურთიერთპატივისცემა. გვინდა დასავლეთი, მაგრამ ჯერ ვერ, ხო? მე ვფიქრობ თვითონაც არ ვართ. მაგრამ იქნებ იუპიტერი დაგვეხმაროს და ჯერ მოვხვდეთ იქ ესე ტყილა გვაჩუქონ და მე ჩვენც დავეციოთ განვითარება. საქართველოს რა მართავს სხვადასხვა რამდენიმე როკით არის, ზოგი ლომს ამბობს, ზოგი მშვილდოსას და აი ხათნას აქვს საიტზე სხვათა შორის ბევრი მასეთი ინფორმაცია და შეგიძლიათ მის გვერდზე ან ასტროზონაშიც ნახოთ და უშუალოდ მის გვერდზე. ლომს უფრო გავართ ქართველი. ხო, რაღაცა ცოტა ისეთ, ხო? ნეგატიური ასპექტაციით. ხო? როდესაც ზარმაცი არის მზის უარყოფითი მხარეებია წამოწეული. მეგობრული პლანეტები არის სატურნის ნახეთ, მერკური და ვენერა, ხო, სატურნზე მკითხეთ. ამიტომ თქვენს მერკურის არაფერი არ ემუქრება. მზე და მარსი და მთვარე არის არამეგობრული პლანეტები. ეხლა როგორ შეიძლება მზე და მარსი და მთვარე არ დაუპირისპირდნენ ამ წესების მოყვარულ პლანეტას, მთვარე რომელიც თავიდან ბოლომდე ემოცია არის და მე რა ვიცი, ეხლა არ ვარ ხასიათზე ამის კეთების, ხო? თხის რქის მართველია ეს ვიცით და ნუ ეგზალტაცია და ასე შემდეგ მე გავივლით და მაშინ დავაზუსტებთ. რა ორგანიზმში რა ორგანოებს განკარგავს, ეს არის ფეხები, ნერვული სისტემა, განსაკუთრებით მთლიანად ჩონჩხი, სკილეტი, ეს სახსრები, მყესები, რქოვანი წანაზარდები, რო ვთქვა, კარგი იქნება, იმიტომ რომ თმა, ფრჩხილი, სვენის შინდა ორგანოები, ფარისები, ჯირკვალი, კბილები, განსაკუთრებით მარცხენა ყური. მარჯვენა იყო გახსოვთ იუპიტერი. მე მარცხენა ყურში მაქვს პრობლემები და ესე იგი ხო, შეიძლება. ფეხის ტრავმები, ზოგადად მოტეხილობები, ეს არის სატურნის თემები, სახსრების ტკივილი, ართრიტი და ართროზები, ნევროზი, ყველა სახის ნაკლებობა, უკმარისობა. აი თუ გაქვს რკინის დეფიციტი, რა ვიცი, ანემია, ეს არის ასკეტური სატურნის დამსახურება. აი რას განკარგავს, რის სიმბოლოა სატურნი, ეს ჩამოვთვლი ახლა. სიბერე, სიძველე, ისტორია, სტატისტიკა, ვალდებულებები, პასუხისგებლობა, კანონმდებლობა, საკანონმდებლო ბაზა, მეცნიერული თეორიები. მივედით. ჩვენ სკოლა ვთქვით, შევჩერდები, სკოლა ვთქვით, სასკოლო განათლება და წერა კითხვა, ეს არის მერკური. სწავლა და მათ შორის ფილოსოფია, უმაღლესი განათლება და ფილოსოფია ვთქვით, რომ არის იუპიტერი. ხაი, მაგრამ მეცნიერება
მეცნიერება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი სატურნის გარეშე. მეცნიერება არ არის, რომ აი დღეს ახლა მომივიდა მე მუზა და გავაკეთე. ეს არის ყოველდღიური რუტინული შრომა. მეცნიერების მფარველი არის სატურნი. შეუძლებელი ადამიანი წავიდეს სამეცნიერო სამუშაოში, ისე რომ არ იყოს სატურნი ძლიერი მის რუკაში. ან არ დაამუშაოს მეორე, ხო? ან არ დაამუშაოს, ეს უკვე ვთქვით. ყველანაირი ნებისმიერი ფორმატის, აი აბსოლუტურად გრაფიკი, ცხრილი, განრიგი, შესაბამისად გრაფიკს რაც ექვემდებარება, და კიდე ნახეთ რა, არ ვიცი ამას აქვია, მარშრუტი ნებისმიერი, აი გზა კი არა, მარშრუტი აქედან იქამდე. შესაბამისად ის ტრანსპორტი, რომელიც დადის კონკრეტული მიმართულებით, კი არ უხვევს და სხვა შესაძლებლობები კი არა აქვს, რომ გააკეთოს, გადაუხვიოს. მაგალითად, რაც დადის რელსებზე, თვითონ რელსებსაც სატურნი განაგებს და შესაბამისად მეტრო, ტრამვაი, რკინიგზა, მეტრო ოღონდ პლუტონთან ერთად, იმიტომ რომ მიწის ქვეშ არის, თუმცა მეტრო არის ზევითაც ხო არის და ქვევითაც. მაგრამ ის რკინიგზაზე მიდის, ან გარკვეული მიმართულებით მიდის, ვერ გადაუხვევს იმ გზიდან, ქართულად არ ვიცი რა ქვია და რუსულად კალია რო ქვია, ხო აი რაღაც თავის მიმართულებით მიდის, სხვაგან ვერ გადავა. მარშრუტები შესაბამისად და რეისებიც, ანუ რეისები თვითონავის კი არა, ჰაერთან არ არის, მაგრამ რეისი ხო არის თბილისი, რა ვიცი, სტრასბურგი, რა ვიცი, პარიზი, ნებისმიერი ქვეყანა. სტრასბურგი რო გამახსენდა სატურნთან არ ხო, რაღაც სასამართლო. სატურნთან თბილისი, სტრასბურგი წარმოვიდგინე მომენტალურად და არა რამე ისე რა ქვია. თბილი ქვეყანა, სადაც შეიძლება გაწყვეტა. იუპიტერთან ალბათ სხვა ქვეყანა გამახსენდებოდა, იმის რომ საფრანგეთის სტრასბურგი სასამართლო გაგახსენდებათ ალბათ პირველი, ხო, რა თქმა უნდა. მათემატიკა, ლოგიკა, საპატიმრო დაწესებულებები, გამოსასწორებელი დაწესებულებები, ბავშვად, ციხე კი არა დაუშვათ, არამედ ეს, ხო? სასჯელ აღსრულება ზოგადად, დაცვა, პრეზერვაცია, გულისხმობ აი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენახვა და კონსერვაცია რაც ქვია, სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებები, ასევე უდაბნო, უკაცრიელი ადგილები, მიტოვებული სახლებიც კი შეიძლება ეს იყოს, ხო, ხვდებით, სიცარიელე სადაც არის, სადაც დრო გაჩერდა. ხო, აი ესეთი რაღაცეებიც. საათი და თავისთავად საათი, წამზომი, საათებიც ეგ არის, კალენდარი, ასევე არის სიბერე, სევდა, დაბერება, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, კარიერული წინსვლა და თანმიმდევრულობა. თანმიმდევრულობა, რომელიც აკლია ადამიანებს და ჩვენს ერთს ყველას. თანმიმდევრულობა, როცა იწყებ და მიდიხარ გეგმა ზომიერად სადღაც. ეს არის სატურნს უნდა დაუნთოთ სანთელი, ესე უმრობით რა თქმა უნდა. თუ არის ძლიერი სატურნი რუკაში, მაშინ ის არის ადამიანი არის თვითდისციპლინირებული, კანონმორჩილი, სულიერი განვითარებისკენ ისწრაფვის, სულიერი განვითარება, საკუთარი თავის დახვეწა, მოთმინება აქვს განვითარებული, თავდაბალი არის. ხო, სატურნიანები და იყოს რაღაცა ყეყეთში და თავაწეული არ არსებობს, ეს არის უფრო მზის და იუპიტერის დამახინჯებული გამოვლინება. საზოგადოებრივად საზიკეთო აქტივობა. რაღაცას რო აკეთებ, რომ მოუტანოს სარგებლობა შენს თემს დაუშვათ, ეს არის ფინანსური აქტივების კეთილგონივრული მართვა. ყურადღება, როდესაც დეფიციტი აქვთ, ბავშვებს აქვთ ხოლმე ხშირად ყურადღების დეფიციტი, მე დიდებსაც არ ჩვენივრად. ყურადღების კონცენტრაციის ყურადღება და კონცენტრაციის უნარი ეს არის სატურნი, კეთილგონიერებაც არის სატურნი. ასევე ჰარმონიული სატურნი წევს შრომის მოყვარეობა. შრომის მოყვარეობა ბევრი კი არა გონივრული, ანუ როცა იცი შრომა როგორ გაანაწილო და არ გეზარება და აკეთებ. იმიტომ რომ ეს არის უნდა. შრომა ყოველთვის უნდა არის, არავის არ ეხალისება, ხო? მიზანდასახულობაც სატურნი არის, მდგრადი სისტემაც სატურნია თუ ჰარმონიულია. ასევე თუ სუსტია, აი პირიქით იწევს იმ თვისებებს, რაც მარტოობას იწევს, მარტოსულობას, უხასიათობას, მძიმე ხასიათს რო ვეძახით რაღაცა, პაწვრილმანებზე მოდავება რა იცის.
და უჭირთ როცა სუსტია ძალიან უჭირთ ადამიანთა საერთო ერნის გამონახვა, საუბარიც თითქოს სხვა ენაზე ლაპარაკობენ. დაზიანებული თუ არის, ასევე იწევს ქრონიკული დაავადებები, ეს არის ნახეთ, ქრონიკულ დაავადებებს იწევს თუ არის ოპოზიციით დაზიანებული. და მწვავე დაავადებებს, ხშირი მწვავე დაავადებები, ბავშვად, ქრონიკული დაავადება არის რევმატიული ართრიტი და ეს ოპოზიციაა სიტყვაზე და თუ არის ფილტვების ანთება, არა ფილტვები, ხშირი მოტეხილობები, ესე ვთქვა, მწვავე მიმდინარე, იქნება ეს კვადრატურა. შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, ხო არა? იწვევს სიძულწეს და მომჭირნეობას. ზოგადად სატურნი, როცა განვითარებული აქვს, ამ ადამიანმა იცის ფინანსები როგორ განკარგოს. ეკონომიურს რო ვეძახით ისეთი კი არა, იცის რა რომელი რა ნაწილი შეინახოს, რა როგორ ბიუჯეტში როგორ გაწეროს, ხო, გრაფიკულად. ხშირად აქვს ხოლმე რომ ეს ნიშანი არის აი ვინც ვისაც ყოველთვის აქვს გადადებული ფული, შავი დღისთვის ესე ვთქვათ რა. ესეთი ტიპები არიან, სადაც სატურნი ძლიერი აქვს. და თუ ეს დაზიანებულია, რა თქმა უნდა, იქნება გამოიწვევს სიძულწეს. ანუ დაგროვება როგორც უსაფრთხოების ბალიში კი არა, დაგროვება როგორც ცხოვრების მიზანი. დაგლეჯილი თივლის და გახუნებული თივლის, მაგრამ და ფული ექნება. მაგრამ თავისთვისაც ვერ მით უმეტეს სხვებისთვის ვერ გაიმეტებს. ხო არიან ესეთი ტიპები, რომ საკუთარ თავზეც და აი ესეთია რა, პურზე მე ვიცნობი რუსთავში ცხოვრობდა ის ხალი იყო ის რა ქვია, მევახშე, რომელსაც აი არ ვიცი, ძალიან დიდი თანხები ქონდა გასხვისებული და ნუ ძალიან დიდ პროცენტებს იღებდა და ამ ხალთან ჩემ მუს მივყავი რაღაცა ისე მეგობარი ნუ არ აქვს მნიშვნელობა. სახლში რომ მივე ზამთარი იყო და რომ მივაკითხა სახლში. დიდი სახლი ქონდა, გარემონტებულიც იყო ეს სახლი, იჯდა სამზარეულოში, ქონდა ჩართული გასქურა, ერთი ცალი გასქურა და ფაქტიურად ჯუბა პალტოთი იჯდა. ანუ შეფუთული იყო, გათბობა არ ქონდა სახლში ჩართული. და ქვეყნის ფული ქონდა, ხვდებით რისით, ანუ ის არ უჭირდა, რომ გათბობა ქონოდა. ერთ ოთახში, გაყინულ ოთახში იჯდა. ეხლა ეს არის სატურნის გამოვლინება, რომ ფული ქონდა. ანუ ძლიერია მაგ შემთხვევაში სატურნი. დაზიანებული არის, ძლიერ დაზიანებული. ძლიერი რო ქონდოდა, ძლიერი რო ქონოდა. სიძულწეს მარტო სატურნი იწვევს? დაზიანებული სიძულწე. ზე გვაქვს ახლა ლაპარაკი. სადმე ქალწულებზე შემოჩნევია ხოლმე, რომ უფრო ხელმომჭირდეები არიან თუ აი რაღაც უფრო გეგმაზომიერები რაღაც. ხო, მაგაზე ვისაუბრებთ პროზერპინაზე, როგორც პროზერპინა მისი მფარველი, ამაზე ვისაუბრებთ პროზერპინაზე რო ვისაუბრებთ. ნახეთ რას ვამბობ, აი ხა მოვიყვანე მაგალითი, როდესაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა და ზის სიცივეში. ეს არ არის ქალწული. ქალწული გაიყვანს საუკეთესო გაყვანილობას, იშოვის შეარჩევს ყველაზე კარგ დროს, როცა ყველაზე იაფია გათბობის ქვაბი, თვითონ გაიყვანს მილებს, რომ ამაში ფული არ დახარჯოს და ოპტიმალურად რაოდენობის გამათბობლებს თვითონ აი ამ რაღაც რადიატორებს დააყენებს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ხარჯი და ოპტიმალური ტემპერატურა ქონდეს მთელ სახლში. როგორ დახარჯოს, აი ამას გაკეთებს კარგი ქალწული, გათვლის. ანუ მე სოფო მე რადგან სატურნი მყავს თხის ქაში, თავის მმართველობის ნიშანში და შეერთებულია მერკურთან. ანუ ძლიერი სატურნი მყავს. თავისთავად, აბა. მე ძალიან ხელგაშლილი რო არ მაგის ბრალია. ეტყობა მაგის ბრალი. სიძულწეს არ იწვევს ეს. კიდე არ ვიცი სხვა ნიშნები როგორ არის, ხო განლაგებული. ესე ვთქვათ და არ დაგვაუწყდეს, რომ სატურნიც ის იყო, რა ქვია, უზენაესი ღმერთი რა, ხელგაშლილობა არა აქვს ეს. ბლაგაძეწილს თვავაც ეს აქვს ამას. მაგრამ შეხავე იუპიტერიც როგორ არის, შეიძლება იუპიტერი გაძლევთ ამ ხელგაშლილობას. იცი, იუპიტერი არის კლასიკური გაგებიც, აი ხელგაშლილობა და სატურნი ერთად არ ჯდება.
გასაჭირში არ დატოვება ადამიანის და დახმარება, ეს კი, იმიტომ რომ ეხლა თავისთავად დაეხმარება. მაგრამ ხელგაშლილობას თუ იმას გულისხმობთ, რა ეს გამოდის და ოქროებს ყრის, ეგეთი სატურის. არა, მაგას არ გულისხმობ. კი. თუ იმსახურებს ადამიანი, მით უმეტეს სატურნი იქ ადგას. თუ თulis რომ ის ადამიანი იმსახურებს, სატურნი იქ დადგება და დაეხმარება მაქსიმალურად, რაცაც შეძლებს. მაგრამ აი მე ხა ნინო ამას ვამბობდი რომ აი რაციონალიზმ მოკლებული ხელმომჭირნეობა, როდესაც აი პურზე და წყალზე ხარ, მარილმოყრილ პურზე, ყველს რო არ იყიდი, როცა ეს გავს. და ხო ხდებით და ესე ასკეტურად კი არა, ეს არ არის ასკეტა, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომ აი მე მინდა ასკეტურად ვიცხოვრო მარხვაზე, პურზე და წყალზე, სიტყვაზე ან მარტო წყალზე, და სულიერი განვითარებისთვის გავაკეთო. არა, ეს იმიტომ რომ ვაგროვებ ფულს და რისთვის აგროვებ? მე მყავს გარშემო ესეთი ადამიანები, ესე იგი სატურნის. სასწაულად დაამთავრო, მე მეზობელი მყავდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს აი უდიდესი ფული გაუფუჭდა იმ წიგნაკზე და აი გულწრფელად გეუბნებით ცოლქმარი იწვა ლოჯში ესე წოდებულ ტახტზე და რემონტი არ ქონდათ სახლში. აი ეს ჩემთვის იცით როგორი რაღაცაა და იმდენი რაოდენობის ფული ქონდა. აი ვერ გეტყვით. და ჩვენი მეორე მეზობელი შუბას ქურქს ყიდულობდა და იმას ფულს ასესხებდა და თვითონ დადიოდა გაქუცული პალტოთი. აი ეს რა არის ახლა, რისთვის აგროვებდა? რომ მის და მის მეუღლეს ტახტზე ხო იცით ლეიბები და საბნები რო ინახება. იმ ტახტზე ლოჯში ხარ, ხო ლოჯში ხო ვიწრო აქვს, ხო იცით ჩეყურებს ახლა არ არის. ვიწროზე და ტახტზე ეძინა ცოლ-ქმარს. აი garmუშავდები ზოგადად? როგორ შეიძლება, სოფო, მე მყავს ოჯახის წევრი. 88 წლისაა, 88 წლის ადამიანს აი ეგეთი საქმე და იცით როგორ მიჭის, აი ძალიან მიჭის და როგორ შეიძლება რომ დაამუშავოთ. აი მაგალითად ჩაის კილოები ხო გვაქვს ყველას, ხო? ესე იგი გამოტენილი გვაქვს უჯრები, ჩალაგებული ეს კილოები და სამზარეულოში გვიკიდია, აი როგორ გითხრათ, დახეული, დაკერებული. ნუ არა, შეიძლება რომ ის გამოიტანოს და დაკიდოს და ეხა უფროსი ადამიანია და რაღაცნაირად როგორ უნდა დაამუშავოთ, გითხრათ? 88 წლის ასაკში? დიახ. დედა? არა, დეიდა. მით უმეტეს. რას უზავთ? დედასთან კიდე შეიძლება რამე გააგებინოთ. შემთხვევით ცეცხლი წავიკიდეთ. ხო, რამდენჯერმე ჩუმად ავიღე და გადავაგდე, წავიღე და გადავაგდე. ხო, კარგი მეხსიერება აქ თან, ხო? და ვერ გამოაპარებ. ძალიან ენერგიული და ასეთია, რომ ჯერ მე ვარ და მე დანარჩენები. წარმოუდგენელია ჩემთვის ესეთი რაღაცეები, აი. აი მე ძალიან მიჭის, აი ჩემთვის ეს არის კატასტროფა. ხო, აი თავისთვის ენანება, აი ხა ამ ადამიანს, რომელსაც თავისთვის ენანება, კარგის გამოყენება. ჩვენ კულტურამაც შეგვიწყო ეს ხელი, იმიტომ რომ ამ თაობამ გაიარა ის პერიოდი, როცა არაფერი არ იყო, ტოტალურად არაფერი არ იყო. ტოტალურად არაფერი არ იყო. აი ყველას ხო ქონდა ოჯახებში უამრავი ქვაბი, ჯამი, ჭურჭელი, მარაგად, რომელიც არ გჭირდება. რომ თუ შეხვდათ და წააწყდეთ, ეს სიტყვა წავაწყდი, ხო, წავაწყდი და იყო მარაგები ესე. ხო და ეხლა რა თქმა 3 და 4 ქვაბი ერთი და იგივე ზომის გამაგებინეთ წავალ ვიყიდი ხო დაუშვე. აი ეს ხელმიუწვდომი რო არ იყო ამ ადამიანმა დაიწყეს ისტერიულად და ძოლტასაც მოსულა. ხო, აი ვამბობ რომ შეიძლება მაგის გავლენა ამეთი, მაგრამ დედაჩემი ხო იგივე თაობით იყო, ის სხვანაირი იყო. მე მაქვს ჩემი სახლი, სადაც ჩემნებაზე რაღაც მინდა, მაგრამ ამ სახლში ვცხოვრობ, იმიტომ რომ ვერ ვტოვებ მარტო ხო გასაგებია. და აი რა ვიცი რა გავაკეთე. მან სტუმარი ხართ, ხო? ბატონო? მან სტუმარი ხართ, ეგ არის უფროსი. ხო, აი 25 წელიწადია ვარ სტუმრად. თუ მდგმურად, თუ რა ვიცი, მდგმური სტატუსიც არ მაქვს. ხო, ნუ ამ წუთას ვერაფრით ვერ გან 88 წლის ადამიანს, კი არა, 18 წლის ადამიანს ხშირად ძნელია შეუცვალო რაღაცა და ხა. მაგას ეგეც ალბათ თქვენი კარმაა, რომ თქვენ მაგას გაუწვოთ. ესე შეხედეთ რა, სამაგერა. მე მყავს აღმავალი კვანტი ქალწულში და ქალწულია ეს და ერთმა ასტროლოგმა მითხრა რომ მაგისგან უნდა ისწავლო
და ეხლა მაგას მე ვერაფერ მაგნაი ვერაფერ რატო ვერ უნდა ისწავლოთ? ზუსტად ეგ უნდა ისწავლოთ. რო ესე არა, ნახეთ რა უნდა ისწავლოთ. ესე რო არ იყოთ, ეგ უნდა ისწავლოთ. რომ საკუთარით, აი ხა თქვენ ხო ესე აღიქვავთ ეს ამას, რომ აი ეს უფრთხილდება რაღაცა. საკუთარ თავზე ენანება. საკუთარი თავისთვის ახალს ლამას კოხტას ვერ იმეტებს. აი ეს უნდა ისწავლოთ, რომ თქვენ ხართ you worth it, როგორც ღირსი ხართ იმისი, რომ იყოთ კარგად და ყოველგვარი გარეპირობების გარშემო. ჯერ საკუთარი თავი როგორ არ უნდა გიყვარდეს, ეს არის თქვენი დეიდის მაგალითი, აი ამ პატარა ხა მე ხო არ ვიცი აი ეს სურათი გეუბნება იმას, რომ ვერ იმეტებს ახალს ჩაისტილოს თავისთვის, რომელიც ქვეყნის აქვს. და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ვერ გაცვი თავს, ხო? და თავისთვის ენანება, საკუთარი თავისთვის ენანება, აი რაც უნდა ისწავლოთ, რომ ეკრე არ უნდა გენანებოდეთ. საკუთარი თავისთვის უნდა გამოყოთ რაღაცა კარგი და სიძუნწეში არ გადაგივიდეს ის აის რაღაცა ეკონომიური და რაციონალური გათვლა რაც უნდა ქონდეს. ზოგადად კარგია რაც ბუღალტერიას აჯობია როცა დალაგებული და ბალანსი გაკეთებულია, მაგრამ ამის გამო არ რაღაც დამატებითი ხარჯებს უარი არ უნდა თქვას ადამიანმა, ადამიანები ვართ, ხო, ბოლო-ბოლო. კიდე არის იწეს ხელმოცარულობას, შურისმაძიებლობას, შურისმაძიებელი გახდეს შეიძლება და დაგეგმოს ისეთი შურიგე სასწაული. უკიდურესი მომჭირდება თქვი უკვე დოგმატიზმი, ანუ კანონი კი არა, დოგმა. აი ხა სხვათა შორის აი ხშირად ამბობენ, რომ ანა ფრანკი მოკლის კანონის შესაბამისად, ხო? აი რაღაც ეს დოგმატიზმი, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება. ნერვოზი ვთქვით და უკიდურესი ფორმა აპათია, ხო? და უღონობა. იურისტები გამოდიან ფანტასტიკური, ისევე როგორც იუპიტერზეც თქვი იურისტები. განსხვავება არის იცით რაში? იუპიტერი შეიძლება კანონშემოქმედებითი იყოს და ეს კირკიტოლოგები არიან სატურნის როცა არიან. აი უკირკიტებენ ყველაფერს და კარგად იციან და აი დოგმატიზმი აქ შეიძლება გამოვიდეს. თავისთავად ხვდებით, რომ ადვოკატურა უფრო იუპიტერის თემაა და პროკურატურა და სასამართლო უფრო სატურნის თემა არიან. იურისტი ოღონდ ამ მიმართულებით და იურისტი იმ მიმართულებით, ხო? არქივისტები, რა თქმა უნდა, არქივი ბიბლიოთეკარი, ბუღალტრები, სტატისტიკოსები და დამცველი, უკვე ვთქვი, როგორც კანონის, ისე წესების, ისე ყველაფერი, რაც დაცვასთან ასოცირდება. ახლა გადავუხო პირდაპირ არ არის ამასთან კავშირში რა, მაგრამ აი როგორ შეიძლება რუკის გარეშეც რუკაში ჩაუხედავად მივხვდეთ, რომ რაღაც სატურნის თემები ცოტა პრობლემური გვაქვს და ან თუ ხედავთ რუკაში და სატურნის დაზიანებას სუსტ აქვე მინდა რახან მოიტანა, მან გაუმიჯნო, რას ნიშნავს სუსტი და რას ნიშნავს დაზიანებული. სუსტი არის, როცა მდებარეობა აქვს ისეთი, რომელიც თავისთავად სუსტ მდგომარეობაში აყენებს. დაუშვათ თუ არ არის თავის ნიშანში და გადავნებილია ან ასე შემდეგ, ან ჩაყლაპულ ნიშანშია, ან უასპექტო პლანეტა. ეს არის მისი მდებარეობა. უბრალოდ ესეთია სუსტია რუკაში. დაზიანებული არის მასზე ძლიერი პლანეტას, როცა უქმნის ან ოპოზიციას, ან კვადრატურას. საფია კითხავთ, აი რეტროგრადული რო არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს თხის ქაში მყავს, მაგრამ რეტროგრადული. რეტროგრადულ პლანეტებს ცალკე უნდა ვისაუბროთ. ხო, ანუ მერე გავშლით, ხო? რეტროგრადული პლანეტა დაზიანება არ ითვლება. რეტრო პლანეტა არის რეტრო პლანეტა, რომელიც სხვანაირად ვლინდება. არა როგორც ჩვეულებრივი დირექტული პლანეტა. ხო, მესმის არც დაზიანება, მაგრამ ძლიერი მდებარეობა არის, ოღონდ სხვანაირად ვლინდება, ხო? რადგან თავის მართალშია. სხვა დროს ან სხვანაირად. აჰა. საინტერესოდ გაიღიმეთ. სხვა დროს ან სხვანაირად ვლინდება, ან სხვა დროს მიუთითე ასაკს დროს ვადას მიუთითე სატურნი, რეტრო სატურნის გამოვლენა დადებითი და უარყოფითი ასპექტებით შეიძლება იყოს უფრო გვიან, იმიტომ რომ სიბერესთან ხო ვთქვით ამაზე. სიბერესთან იმაშვება და მაშინ როცა რეტრო მერკურის სკოლა განათლება არის და პირიქით მერკური ახალგაზრდა თაობას გამოხატავს, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შეიძლება სკოლაში ვერ ისწავლოს კარგად, მაგრამ მერე უნივერსიტეტში კარგად ისწავლოს, აი ხვდებით რას.
ანუ კი, რეტრო მეცნიერის პლანეტას აქვს უწევს. რეტრო პლანეტა აპრიორი დაზიანებულ პლანეტად არ ითვლება. ეს არ ნიშნავს, რომ პლანეტა არის დაზიანებული, თუ მას აქვს რეტრო მდგრებარეობა. დინოს თაკომ თავის რუკაში რო ჩახედა, შეიძლება გულმარეჩხი უყო, რამდენი რეტრო მაქო. კი, ბევრი რეტრო მაქვს. ანუ ეს არის, ხო, მივხვდი, მაგრამ ცოტა გვიან და სხვანაირად მოდის რაღაცები, მაგრამ ბევრი უმაღლესი მაქვს თან, თუ რაც ქვია თავის იმაში. ხო, ახლა ქირიონზე რო გადავალ, მაგასაც ვიტყვი, რას ნიშნავს ეს. ჯერ აი იმაზე მინდა სატურნზე ვილაპარაკოთ. კი. მაგალითად, რა შეიძლება სატურნის დაზიანებაზე, ან სატურნის არასწორად გამოყენება, მოდი ესე ვიტყვი, ხო? აი, როცა სატურნს არ ვუჯერებ და ვიქცევით სხვანაირად. და როცა სატურნი არის ესეთი, ეს არის ქრონიკული დაღლილობა, აი ადამიანის ქრონიკული დაღლილობა, პესიმიზმი აქვს, არაადეკვატური შიშები, აი ტრივოჟნეს როგორ არის ქართულად. ხო, აი ეს შიშებია, ხო, მე მგონი ეს ფოთვა. ბატონო ფოთვა, ტრივოჟნოს. შფოთი, ხო, აი უაზრო არა უსაფუძვლო. აი ანუ ეგ მე არ მაქვს და ანუ შესაბამისად არც არის დაზიანებული, მაგებს არ იმას ვქნა, ხო? ახლა მე არა, საფუძვლად ნახეთ ახლა მე ხო ვაკვირდები. ვარიანტებს ვთვლი ხო, უბრალოდ. ბრუკაში ჩავხედავთ, როგორ მივხვდეთ, რომ სატურნი კარგად კი არ ბატონო. მუშაობს, დაზიანებულია, ან სუსტია, ან ჩვენ არ გვაქვს დამუშავებელი, ხო? ხშირი აი სწორ ადგილას ეცემა ადამიანი, იზიანებს კიდურებს, ფეხებს უტყავს რაღაცას ეცემა. აი სხვათა შორის დაცემა, კიდე სწორ ადგილზე დაცემა არასწორი მიმართულებით სვლასაც შენიშნავს. ანუ სატურნი ნახე რაც გეუბნება, რომ არა, აი ესე როგორც ვითარდებ, პირდაპირ მნიშვნელობით, რომ მიდიხარ რესტორანში, განაიქ არ უნდა წასულიყავი, ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში არასწორად მიდიხარ და იმიტომ ეცემია. ეხლა ხო გაქვს დაცემის შემდეგ ახალი ადგე და წახვიდე. აი რაღაც ესეთი მინიშნება არის. ძვლების პრობლემა, ხშირი მოტეხილობები, კბილების პრობლემა, შიდა აი ანთებითი და აი რაღაც პროცესები როა ჯანმრთელობაზე ვამბობ ახლა და იცით აი ძალიან ისე უხერხულია რომ თქვა, მაგრამ მოუნელებლობა, ანუ შეკრულობა შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებული სატურნის ხო თითქოს არ არის იმასთან კუჭელაწყალვის სისტემასთან და მომნელებელთან, მაგრამ ნახეთ რა არის აქაც მომჭერნეობა არ გაცემა. აი ეს დაგროვება, ნეგატივის დაგროვება შიგნით და რო არ გაუშვა რაღაცეები, ხო, აი ჩაიციკლო რაღაცებზე. ეს ამ ადამიანს ეს შეიძლება მიუთითებდეს ამაზე, ხო? აი და მორჩილება რა დონეზე, იცით რომ ინსტრუქციების მიყოლა რო არ შეგიძლია და რო ცოფთები რო გიწევს არ ბავშვებში შეიძლება რომ აი რაღაც ინსტრუქტორაშს არ ვერ ემორჩილებოდა რაღაც წესებს და ამით იქონდეს აი შეიძლება ადამიანს ეზიზღებოდეს წესრიგი რა დონეზე იცით რომ სახს არ ალაგებდეს და არაუდარეულობაში და სიბინძურეში ცხოვრობდეს შეიძლება აი ეს ჩვენ რაც ვთქვით დაზიანება ძველი ნივთების დაგროვება პირდაპირ ესე თან ნახეთ ძველის ეს სიძველე არის ხო სატურნი რაღაცა ძველი ასაკიანი ხო შეიძლება კონფლიქტები ხოდეს ხშირად სამსახურში მისის სქესის და ცოტა უფროს ადამიანებთან ასაკით უფროს როგორც აი სატურნი როგორც მამის თემა და მამას ვერ უბედავდეს და სახლში სხვათა შორის აი მთვარეცვისაც აქვს დაზიანებული იმას სამსახურში ქალებთან მოსდის ხოლმე უფროს ქალებთან ესეთი კონფლიქტები აი ადამიანი რომელიც მუდმივად იგვიანებს მუდმივად არ ხდება იმაში რა ქვია დედლაინებს არ ასრულებს აი იცით კიდე რა შეიძლება ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს სახლში რომელშიც მუდმივად იბზარება რაღაცეები კედლები ჭერი ავეჯი გაებზარა რაღაცა აი დაფა რომელზეც ამუშავებს რაღაცეებს აი ბზარები შეიძლება უჩნდებოდეს მის ჩემი ახლობელი ამოვიცანი აშკარად, აი მაგ ყველაფრით. აი ზუსტად ეგეთია, ყველა ერთად თან.
და აი მეწვრილმანეობა როგორი იცით რომ აი რაღაც აი თუ აი სალონში რო ყოფილხართ ჭხილებს რო იკეთებ და ვიღაც აი აქ ბოლომდე აი რაღაც აი ხო სისულელეებზე რო იმაშვება რა ქვია აი რაღაცა მაინე სოფო მე მყავს თანამშრომელი რომელთანაც უკვე აი პრობლემა მაქვს მაგის გამო რომ სულ მუდმივად იგვიანებს არა და თხის რქაა თვითონ არ ვიცი ახლა მის რუკაში ალბათ დაზიანებული აქვს სატურნი და უკვე აი არ ვიცი აი ეს გრძელდება 17 წელია ჩემი თანამშრომელია და სულ მაგაზე გვაქვს სულ მაგაზე ვაძლევ შენიშვნას ანუ უფროსი ხართ მისი და რა გავუკეთო აი თვითონ უნდა მივხვდეს მაგას და თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ როგორც კარგი სატურნის მქონმა ადამიანმა და გადააჩვეთ მაქთველას ძალიან მარტივად. თქვენ არ გიდათ მაგრამ თქვენ იცით როგორ ჩემზე კარგად იცით ხელმძღვანელი ხართ ზუსტად იცით როგორ უნდა ერთხელ და სამუდამოდ მაგას დაუსვათ წერტილი. და აი ეს მე ბოლოს და ბოლოს ის არსებობს რა ქვია ტურნიკეტი თუ არ გაქვთ ტურნიკეტი არა გვაქვს არა სამწუხაროდ არა გაქვთ ტურნიკეტი თქვენ შეგიძლიათ გააფრთხილოთ კაცრი გამთხილებით რატო არ აკეთებთ ამას აი მაგას ვერ ვაკეთებ და რას უკეთებთ ამას ბატონო ანუ კარგ საქმეს უკეთებთ კარგ საქმეს არ უკეთებ მაგრამ თან ზარალდებით ანუ რა მარტივია მე რომ თქვენ ხო იცით რაც უნდა გააკეთოთ დავუქვითოთ ხელფასიდან ერთხელ კომები უნდა მივიღო დავუქვითოთ ხელფასიდან და მიხვდება რომ არ აწყობს ეს დაქვითილი თანხა მაგრამ თქვენ ეს შეგიძლიათ 17 წლის წინ გაგაკეთებინათ ანუ ესეთი ლოიალობა არ გამოვა მაგ შემთხვევაში ეს ლოიალობა არ არის თქვენი ფუნქცია გაქვთ და თქვენი ფუნქცია უნდა ასრულოთ მეგობრობა არის სამსახურის მერე აქ არის თქვენი ქვეშევრდომი მე ამას ახლა ძალიან მარტივად ვამბობ ხო აი ახლა მოგეჩვენოთ მე არას აი ოღონდ ხელმძღვანელ პოზიციაზე არ ვიყო მე არ შემინდა მე არ ვარ თხისკა მე ვარ კირჩხიბი სად შემინდა ახლა თქვენ ოპოზიციური ნიშანია კირჩხიბის ხო ხდებით აბსოლუტურად წინააღმდეგოა და მაგას არ ნუავითარებთ კირჩხიბულობას და იქ დედობრივ რაღაცებს დამახინჯებულად მოდის ჩემთან მოდის კირჩხიბებში მოდის დამახინჯებულად თხისკის პოზიციები ლიდერობა და რაღაცა დამახინჯებულად ანუ ეს შემაკ ზუსტად ეს დედობრივი რაღაცეები და თქვენც ეს დამახინჯებულად აკეთებთ რატო იქცევით სამსახურში წესით გაქვთ შესაძლებლობა რომ ესე არ მოიქცეთ მაგრამ ახლა უნდა მოიქცეთ ხო მაგას კი არ გეუნებით მე საწყალი ახლა იმას გულიც გაუსკდება ხელფასი დაუქვითონი მაგრამ მე მგონი რომ დაგვიანებულია 17 წლის მერე ახლა ცოტა გვიანი არის ახლა რამ გადაგრიათო ეს იმას იტყვის და იმას იტყვის რომ აი ასაკი მოემატ ხო მიზეზებს რა უნდა რომ თავი გაიმართოს თავის თავს მაინც ვერ დაინახავს მაგას ვამბობ რა ალბათ ესეთი ანუ ეხლა მე საუბრობდი როგორ შეიძლება სატურნი აი ისედაც მიხვდეთ რომ ადამიანს რაღაც სატურნთან პრობლემები აქვს დამუშავებაზე აქვე ვიტყვი მე დამუშავებაზე შემიძლია ახლა ვისაუბრო ნებისმიერ პლანეტას მაგრამ თუ არ ვიცი რა არის როგორი დაზიანება ანუ ხო ხვდებით როგორ დავამუშავდეს აი მაგალითად რეტროზე რო თქვა ახლა კითხა თაკო რეტრო მარსი როგორ ავამუშავო დროზე ადრე ამის დამუშავება არსებობს მაგრამ ну აი ამ რომ მივაქვთ მაშინ ვიტყვი მაგრამ დაზიანებული ან სუსტი მარსი ან სუსტი სატურნი როგორ გავაკეთო რითი არის ეს სუსტი რატომ არის სუსტი ჯერ ეს უნდა გავიგოთ ჯერ რუკის კითხვას ვისწავლეთ და მე ამას ყველაფერს გავაკეთებთ პრინციპში ყველაფერი კეთდება აი ახლა მარტივად ვიტყვი რა როცა ხარ მსუქანი და ჭამ ვერ გახტები ანუ რა ნიშანთვისებაც გაკლია და რა ნიშანთვისებაც კიდევ ვიმეორებ სულ რო არაფერი არ გააკეთო მაგრამ რო ჩახსნა ყველანაირი ასტროლოგია და ეზოთერია და ყველანაირი ესეთი გაგებები როცა ადამიანი არის მოწესრიგებული და იმას ორ თვეში ერთხელ კი არ ალაგებს სახს არამედ სისტემატურად და ალაგებს მის სახში არის ყოველთვის ისუფთავე ესეა ჩვენ ცხოვრებაში თუ ჩვენ ყოველფერი გვაქვს გაწერილი და ამას ვახერხებთ რომ სატურნისეულად ვიცხოვროთ სატურნის მოთხოვნების შესაბამისად ვიცხოვროთ თავისთავად ჩვენთან ყველაფერი იქნება მოწესრიგებული ხო ესეა კარგი გადავედი მე ახლა შემდეგ და დღეისთვის ბოლო პლანეტაზე ეს არის ну პლანეტაც არ არის ესე ვთქვათ ხო რაღაც ასტეროიდი კომეტა ვერ ჩამოყალიბდნენ რა არის ეს არის ქირონი
აღმოჩენილი არის 1977 წელს. ჯერ 50 წლისაც არ არის, რაც აღმოაჩინეს. ანუ თანამედროვე ასტროლოგიაზე ვგულისხმობ. თანამედროვე ასტრონომიაზე, ასტროლოგიაზე არა, იმიტომ რომ ძველ სპარსულ ასტროლოგიურ ნაშრომებში ეს იგი არის მოხსენებული. ესე იგი, რა ხდება? ქირონი არის შუაში, მისი სიმბოლოც არის გასაღები. და არის შუაში, სოციალურ და ზედა პლანეტებს შორის. ზედა პლანეტებზე რო ვისაუბრებ, მივხვდებით რა? ზედა პლანეტები საფრთხეშია, ხო? წინა ლექციაზე ვიფარი. ასტეროიდების ზოლი დიახ. რომელიც პლანეტებამდე. ზედა პლანეტებამდე. ზედა პლანეტებთან ეს ქირონი არის როგორც შუამავალი სოციალურ და პირად პლანეტებსა და ზედა პლანეტებს შორის. ზედა პლანეტების გავლენა ყოველდღიურ ადამიანურ ცხოვრებაზე არ არის ესეთი და ავხსნი რატო? იმიტომ რომ ეს არის ძალიან ხანგრძლივი ციკლი აქვს, მათ 50, 70, 25 რა მნიშვნელობა აქვს. როდესაც პლანეტა სატურნიც კი 30 წელი უნდება მთლიანად შემოვლას, ხო? ხო, ხანგრძლივი და თითქმის 30-29 რაღაცა და თვეები. აი ამას როცა პლანეტა დაუშვათ შენ ცხოვრებაში ისე გახვალ, რომ მე პლანეტა იქნება ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშანში, ამას ყოველდღიურობაში შედის მნიშვნელობა ვერ ექნება. ზედა პლანეტები ზოგადად ტენდენციას სამყაროს, აი ჩვენი სამყაროს, დედამიწის სამყაროს ტენდენციას განაგებენ. ხოლო ქირონი, რომელსაც შედარებით თითოეულ ზოდიაქოში ჩერდება დაახლოებით 4 ნახევარი წელიწადი. 50 წელს უნდება 20 წლით მეც ვიდრე დაუშვათ სატურნი, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ შენ ცხოვრების განმავლობაში შეიცვალოს 5 წელიწადში ერთხელ იცვლის ნიშანს ქირონი. და ზედა პლანეტებში 5 წელიწადში ერთხელ არ არის, ხო? რომ ზოდიაქოს ნიშანი შეიცვალოს, ესე არ ხდება. ხო და ეს არის როგორც შუამავალი მიმდინარე და ყოველდღიურ ესე რომ დავყოთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და არაყოველდღიურ ცხოვრებაში ის ზედა პლანეტები ყოველდღიურობის განმაპირობებელი ფაქტორები არიან, ანუ ხო ზოგადი, ძალიან ზოგადი მიმართულებით. ახლა ქირონი რატო არის ქირონი, ესეც ვთქვათ. ქირონი არის კენტავრი, თუ იცით, არ ვიცი, რამდენად იცით ეს თემა. ქირონი არის კენტავრი. კენტავრი არის ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხოველი. კენტავრი მშვილდოსანზე ვიცოდი მე. არა, შეცდომა. ეს კენტავრი არის გაგდებული კენტავრი, ის არის გამოგდევნილი კენტავრებიდან და ცხოვრობს ოლიმპზე. არის უკვდავი. ჰეფესტო არ ერქვა, მე მგონი ბერძნული კი ჰეფესტო, რომელიც ზევსის შუბებს აკეთებს, ხო? და არის მასწავლებელი. ქირონი არის მასწავლებელი. ქირონი ფლობს ცოდნას, რომელიც არ აქვს ჩვეულებრივ არც კენტავრებს აქვთ ეს ცოდნა. ესე ვთქვა და არც ოლიმპიელებს, ანუ ორივეს ცოდნა, კენტავრების ცოდნაც აქვს და ოლიმპიელი მერთების ცოდნაც. ნახეთ, ეს შუაში დგას სოციალურ პლანეტებს და პირად პლანეტებთანაც არის და უმაღლეს პლანეტებთანაც ეს შუაში ეს ყველა ინფორმაციას ფლობს. ხლება მასწავლებლად არ გაგვიკვირდება, რომ არის ეს იქითაც და აქეთაც, რატო სასწორის მფარველად რატო მოიაზრება, იმიტომ რომ ორივე სინს, ანუ ორმაგი ბუნება, ხო? აქეთაც და იქითაც. რა თქმა უნდა, ეს არის მშვენიერი, აი, სფერო არ არის, რომელსაც ვერ განკარგავს რა. ქირონი არის, აი, ორმაგ ბუნებობასთან დაკავშირებით, ხო? ბევრი ცოდნის მქონე, შეუძლია ურთიერთობა დიპლომატიის უნარი აქვს, მაგრამ ამათანაც შეუძლია საუბარი, იმიტომ რომ ორივეს ენა იცის, კენტავრებისას და ღმერთებისას. ხო ხტებით უბრალოდ ერთ ინგლისურ ან ფრანგულზე კი არ როგორ ესაუბროს ის იცის იმათაც და ამათაც. არის არაჩვეულებრივი გმირების გამზრდელი მასწავლებელი, რომელმაც გააზარდა აქილევსი,
მაგალითად, ხო, ეს მითოლოგიაში გადავედი ახლა ისე ასევე ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ვინც არის მის აღსაზრდელები, ან ბევრი აღსაზრდელი ყავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით პრომეთე. პრომეთე, იმიტომ რომ პრომეთეს მისცა თავისი უკვდავება. ანუ ჯერ ხო რა ასწავლა რომ ადამიანებს ცეცხლი ჩამოუტანა. ხვდებით და მე თავისი უკვდავება დაუთმო. ანუ გახდა მოკვდავი, თვითონ პრომეთე გახდა უკვდავი. რომ დაისაჯა პრომეთე და გაუშვა მიაჯაჭვეს კავკასიონზე და ეს თავისი აჩქო რომ როდესმე მოსულიყო ის როცა ეს იქნებოდა თავისუფალი. მოკლედ, აი ესეთი უცნაური ბუნების ადამიანია, ესე ვთქვათ, ენერგეტიკა ქირონის. ერთი მხრივ მან თავისიანებს, ესე ვთქვათ, უღალატა და წამოვიდა, განერიდა ღამურასავით, ხო? წამოვიდა, მიატოვა კენტავრებსა და ოლიმპიელან ღმერთებს შორის ომი იყო, ეს გეცოდინებათ ხა მე რა. და თავისიანებს უღალატა და წამოვიდა აქეთ, აქ მიიღეს როგორც ტოლის სწორი, მაგრამ ნახეთ ზევს ემსახურება, ზევსის მოსამსახურებებს უკეთებს, რა ქვია. უჭედავს შუბებს თუ ელვებს თუ რაც არის, ან მუშაობს ამაზე. ხო ხვდებით რას ვამბობ რა და შესაბამისად არც მთლად ისეთი ღმერთია, თუმცა უკვდავია, ხო? ტოლი და სწორიც არ არის მათი. რაღაც უცნაური ადამიანია და უფრო დამაკავშირებელია ადამიანებსა და ღმერთებს შორის. არა როგორც მერკური, რომ ინფორმაცია წაიღოს და წამოიღოს. ნახეთ, პრომეთეს გაზარდა ისე, რომ პრომეთემ აიღო და ცეცხლი წამოუღო ადამიანებს. ასეთი პლანეტაა ეს არის აკავშირებს პლანეტას პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ რუკაში ხო პლანეტებზე ვსაუბრობთ, ხო? არ გაგიკვირდებათ, რომ ზედა პლანეტებს არც რიცხვები ენიჭება და არც კვირის დღეები დამთავრდა 7 პლანეტაზე, ხო ესეა. ქირონის ფერიც, ანუ ზედა პლანეტების ფერებზეც არ ვლაპარაკობთ რა, ანუ აი და რატო არ ვლაპარაკობთ ამასაც გეტყვით, აი მინერალები ქირონს არა აქვს, ანუ სახეცვალებადია, რაც გინდა ის გააკეთე. ქირონის გაძლიერება როგორ ხდება? ჯერჯერ 77,950 წელი არ არის. უცნობია მისი მოქმედება და ძალიან ცოტა რამე ვიცით, მაგრამ აი ახლა გეტყვით რას? მას შემდეგ რაც განვითარდა კომუნიკაცია და მას შემდეგ რაც განვითარდა ადამიანებს შორის კავშირი როგორც ფიზიკურ დონეზე ფრენებისა და ტრანსპორტის შემდეგ და შედეგად ისევე სოციალური ქსელების შედეგად აი ამ სხვადასხვა ტიპაჟებსა და სხვადასხვა გაგების ადამიანებს შორის ურთიერთობა წამოვიდა წინა პლანზე, წამოვიდა დიპლომატია წამოვიდა პირველ პლანზე, ხო ესეა? და ამიტომ ეს ქირონიც გამოჩნდა. ანუ პლანეტა ჩნდება მაშინ ცისკაბადოზე ჩვენთვის ხილული, ხო, როცა ეს აუცილებელია. როცა გახდა აუცილებელი ყოველდღიურობაში, ჩვენ ყოველდღიურობაში გახდა აუცილებელი დიპლომატია. და ეს დიპლომატია მარტო პრობლემის მოგვარებას, ხო არ, როცა ორი სხვადასხვა კულტურის ადამიანი ხვდება ერთმანეთს, ანუ და გამონახოს საერთო ენა და ამას გვაძლევს ქირონი. ქირონს ახასიათებს ესეთი რაღაცა, რაც ერთი და იგივე სიტუაციის მოტრიალება სანამ ამას არ გაივლი. ანუ რომ მე შემდგომი ის არის თემები, მაგრამ ქირონი გვიტრიალებს ცხოვრებაში, მოგვიტრიალებს, გაჩნია რომელ სახლშია იმის მიხედვით, იმ თემას მოგვიტრიალებს იმდენჯერ, სანამ არ ვისწავლით. სანამ არ გავიგებთ ამ სიტუაციაში, როგორ უნდა მოვიქცეთ. აი თქვენ რო თქვით მაგალითად, რომ ამდენი წელია ხართ დეიდასთან, რომელიც ჩაისტილოებს არყრის. და აი ის ცუდად არ გამიგოთ, 17 წელი რატო ვიფიქრებთ ამაზე, რა გააკეთოთ, ხო? აი ვერ მოახერხეთ, ვერაფერი ვერ გატრიალებთ, სანამ ამ თემას არ გადახვახავთ და აი ეს სიტუაცია, აი მე გავკალდნიერდი და წერა გითხარით, ისე უნდა შეცვალოთ, რომ მივხვდეთ, რომ საკუთარი თავისთვის ჩაისტილო უნდა გემეტებოდეს ახლდი. შენ თავზე, ანუ ქალბატონს თავისთვის მე მეტება, კი არა და ზედმეტადაც მეტება, მაგრამ მე ხა ამ ოჯახში არა, ჩაისტილოზე არ მაქვს საუბარი. არა, მარტო ჩაისტილოზეა. ზოგადად, ანუ რომ მე ჩემთვის მე ღირსი ვარ იმისთვის, რომ მივიღო კარგი რაღაცეები და კარგი რაღაცები სხვებისთვის არ უნდა შევინე, ხო? და ამ ცხოვრებაში მეორეჯერ აღარ მოვდივარ.
კი, მე ძალიან ნორვეგიაში მოვიდა ერთ-ერთი ვარ. შემდეგჯერს და ჩაის. ხო, აი ამას სწავლობთ ამისგან. აი ამის მაგალითზე, ხო? აი გვასწავლთ, თუ სულ ვერ ვისწავლით ეს სიტუაცია დატრიალდება. დარწმუნებული ვარ, დეიდე თქვენის ცხოვრებაში მილიონჯერ იყო ის სიტუაცია, როცა უნდა შეეცვალა თავის ცხოვრება, ქირონმა მოუტრიალა ეს რაღაცები, მაგრამ ვერ დაინახა. ქირონი მხოლოდ სიტუაციებს გვიტრიალებს? არა, ატრიალებს ამ სიტუაციებს, როგორც მასწავლებელი, რომელიც გეუბნება რა გაქვს თუმცა მე გასულელი. როგორც ხვდები, მაგალითად, მე მგონი პროფესიული თვალსაზრისით უფრო გამოავლინე თავი. მეათე სახლში არის და 2 და 3 პროფესია. ხო, ცვალებადობით, ხო? გაორება. ძიება, ხო, იმისი, რაც თუმცა პირდაპირ პროფესიასთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ქირონს თვითონ შეეძლო ძალიან ბევრი რაღაცების გაკეთება. გარდა იმისა, რომ ჭედელი იყო, იქ უკრავდა ინსტრუმენტებზე, მებრძოლი იყო და ბევრი რაღაცები ქონდა, ხო? ნახეთ როგორც სფეროები, ისეთი მაღალ საფეხურებს წვდება ქირონი. იმიტომ რომ ეს ქირონი არის მერკურის ზედა ოქტა, ანუ ზედა გამოვლინება, მერკურის ზედა გამოვლინება. ნახე როგორი არის იდუმალი სფეროები, წინასწარმეტყველება, ნათელხილვები, სიზმრები, ნათელმხილვური, ხო? წარსულის ანალიზის უნარი, თუნდაც სიზმრის მეშვეობით, თუნდაც რაღაცა ზმანების მეშვეობით, ხო? აი, ტრუფალძინო თუ იცით, ორი ბატონის მოსამსახურე. ეს არის ქირონი. ქირონებს აი თავისი აი უნარის რომ მოერგო სიტუაციასთან მორგებასაც გვაჩვევს და გვაძლევს ამის უნარს გვაძლევს და ორ სხვადასხვა მიმართულებაზე იყოს. აი შეიძლება აი ზუსტად ესე ვთქვათ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდა დღე ახლა იდგა ცეცხლთან და ჭედავდა რომ და აქ ფაქის რაღაც ფლეიტაზე უკრა. სხვადასხვა მიმართულებებით განვითარებაც შეიძლება შემოგვიტანოს ისიც და ესეც გააკეთოს რაღაცა. ქირონზე ჰილერსაც ხო ამბობენ რომ ჰილერი არის ანუ მკურნალის კი, თავისთავად განკურნების უნარი, ხო, ესეც ხო ქონდა, ანუ თვითონვე აკეთებს იარაღს, რომლითაც ადამიანი შეიძლება დაისაჯოს, ხო? ანუ მოკვდეს ადამიანი და იმავდროულად ადამიანი აკეთებს იმას, რომ ანუ იგივე ქირონი აკეთებს იმას, რომ განკურნოს და გააკეთოს. ფარული ცოდნის მქონე ადამიანი. ხო გეუბნებით, კენტავრები არ არის ოლიმპიელი ღმერთები არის როგორც ადამიანები, ხო ესე მოეაზრება უკვდავი ადამიანები, განსაკუთრებული ძალით მქონე. კენტავრი არ არის ადამიანი. მას ის ცოდნა აქვს, რომელიც წამოიღო სხვა სამყაროდან. და ამიტომ ეს რა თქმა უნდა მასზე აისახება. აი ისეთი უარყოფითი თვისებები ქირონის რა არის, როცა დაზიანებულია ან ცუდ მდგომარეობაშია, ინტრიგების ხლართვა უყვარდეს, თაღლითობა შეუძლია, აი იმაზე მაგარი თაღლითობა ვიდრე მერკურის, ჯიბიდან კი არ ამოაცალოს. უფრო დიდი მასშტაბური რაღაცები გააკეთოს, ხო? ჭორაობა და ეს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ შერჩეს. თვებით რას ვამბობ, შერჩეს. აი ეს შერჩენის თემა აქვს ამას. რა თქმა უნდა, ის არის ხელოვნების მედიცინის ოსტატი, ესე რომ ვთქვათ, ან რაც შენ ანინო ახსენე უკვე რომ ქონდა მას. რუკაზე შეიძლება აღნიშნავდეს მაგს, შამანს, ასტროლოგს, სხვათა შორის, ანუ ვიღაცა. ასევე ფარულს, ვიღაცას, ვინც ფარულს, ნახეთ, ფარული ჯაშუში, რომელიც გემეგობრება მარეს რაღაც გამოხატვა შეუძლია, ხო? ორმაგი ნიღბიან ადამიანს. აი, გაგიკვირდება და ადვოკატსაც. ადვოკატს, რომელიც შეიძლება იტყვებოდეს, იმიტომ რომ გაამართლოს თავისი ის, ხო? და დაცვის ქვეშ მყოფი. ყველაფერზე მოკლედ, აი, როგორ ვთქვა, ცუდად გამოვა, რომ ვთქვა ეს ქირონზე. ყველაფერზე წამსვლელია თავისთავი, რომ გადაირჩინოს იმისთვის. შეიძლება ესე ვთქვათ, ხო? სინამდვილეში ქირონი არის ჩვენი ფარულის შესაძლებლობების მმართველი.
აი როგორ ვთქვა, ის რაც ჩვენში დაუშვათ უცხოა ჩვენთვის, მაგრამ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და აი ამის გამოვლენაში გვეხმარება. მაგალითად, აი ხშირად არის რომ ადამიანს აქვს მრავალი ნიჭი, მაგრამ ამ მრავალი ნიჭიდან რაღაც ერთზე არის კონცენტრირებული და სხვა დანარჩენს არ იყენებს ფიზიკურად. და აი უცბად დაუშვათ შეგიძლიათ წერა კარგად, მაგრამ არ წერთ. და უცბად აი ამან მქირონის კარგმა მდებარეობამ სოლარში გაგიხსნათ ის რომ დაიწყოთ წერა, ან ხატვა, ან ქსოვა, ან რაღაც სხვა ნიჭი აღმოაჩინეთ, რაც თქვენში იყო, გააქვთ. და არ იყენებთ, არ ავლენთ. და ნუ ხე ყველა დაფლული ტალანტი რომ არ არის კარგი და უკან მივიყავართ, ცხადია, მძიმძიმეს არის, ხო? კონკიას კარიბჭეზე რომ მივალთ, აქ ხათოს უწერია კონკიას კარიბჭე, შესაძლებლობების ფანჯარა რო გვეხსნება, აი ქირონი არის ამაში ძალიან დიდი როლის შემტანი. სამედიცინო ასტროლოგია თვლის, რომ ქირონი დაკავშირებულია ენდოკრინულ სისტემასთან, იმუნიტეტთან, ჰორმონების გამოყოფასთან, იმ დაავადებებთან, რომელიც მოიცავენ ჯანმრთელობის გაუმჯობესების და აი ისეთი რა რეცესია და მწვავე პერიოდში გასულა, აი ამ პერიოდიც იმიტომ რომ დგას შუაში. შუაში დგას ზეციურსა და მიწიერს შორის, ესე რომ ვთქვათ რა, აი ძალიან ისე რომ ვთქვა, აი პრიმიტიულად. მიწიერებასა და ზეციერებას შორის დგას შუაში. თან ცხენია და ვითუ ვირი რა ვიცი როგორც კიდე 4 ფეხაა და ქვევით დადის, ხო? და თან ღმერთია ოლიმპის. ეს გვაკავშირებს ამასთან, ქირონი გვაძლევს კონკიას კარიბჭე მიხვდებით რომ კონკია ის არის რა, აი მაშინ ყვახში რო გადაეცა და შესაძლებლობების ფანჯარა რო დავარქვათ ესე, ამაში იღებს მონაწილეობას, როცა შეგვიძლია გადავიდეთ სხვა დონეზე. აქ ახლა მინდა კიდე ესეთი რამე გითხრათ თქვენ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ადამიანები, რომ აი პლუტონი, აი რა ქვია, ნეპტუნი, აი ურანი, აი ეს პროზერპინე, ზედა პლანეტებზე მაქვს საუბარი. ადამიანს, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ადამიანს, რომელსაც პირადი პლანეტები და სოციალური პლანეტები, ან პირადი ჩვენი პიროვნული განვითარება და როგორ ურთიერთობთ სოციუმთან და სოციუმთან ურთიერთობისთვის რა თვისებები გვაქვს განვითარებული, ხო? აი ხო ძუნწი როა ადამიანი სატურნზე რომ ლაპარაკობ ძუნწი და თავისთვის რო ენანება. ვისი პრობლემაა? მარტო მისი პრობლემაა? მასთან ერთად ცხოვრებების არ არის? არის. ოჯახის წევრებისაც. ხო, რა თქმა უნდა, ან მოქმედებს ამაზე, ხო? როდესაც შენ ძალიან ესეთი ხარ რა, იუპიტერის უკიდურესი გამბოდის სამწუხაროზე ამ ჩემ ფეხებობა. ნუ არა მე თავარია მე ვიყო კარგად ზევსი ვარ და მე ვიყო და მე რა იმას ხვდებს რას დაზიან. ეს ვიზე მოქმედებს, რა თქმა უნდა, სოციუმზე. მართალია ჩვენი სოციუმი უჯრედი ოჯახიდან იწყება და მეგობრებზე გადადის, ხო? მაგრამ ესე არის. ყავს კაკალს რო ვერ გააგდებინებ, დახმარება რო გჭირდება და დაზიანებული სატურნი ესე დგას, ხო? ნუ ძნელია, რა თქმა უნდა. ის რომ ჩვენზე მოქმედებით ეს ზედა პლანეტები ყოველ დღიურობაში მე რო ეხლა პლუტონზე ვიმუშაო დაზიანებულზე, ნუ ეს მაძლევს რაღაცა კანონრა უფრო იმას, ხო? აი მიქნის პირობას, საქართველოში რომ მოვედი ამ პირობას, ისე ვახსენებ, ამ მაგალითს უამბობ და არა ნორვეგი. სხვა მოცემულობას მომცემდა ნორვეგიაში, ხო? ვიდრე საქართველოში მაძლევს ჩემი სატურნი, ჩემი ნეპტუნი. მე რო აი არ ვიცი, შეიძლება თავს ვიმცირებ ამითი ამას რომ ამბობ, მაგრამ მე რომ პლუტონის, ურანის, ნეპტუნის და პროზერპინას დამუშავებაზე გადავალ, გასული ვარ ძენში რა, მიწიერება მოვრჩი და გადავედი სადღაც, ესე მგონია. ჩემთვის ზედა პლანეტები, რომელზეც შემდეგზე ვისაუბრებ, ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც აღვიქვავ ჩემ რუკაში, აი ესეთი მოცემულობა მაქვს, ამას ჩემთვის ვამბობ, რომ ამას მე ვერ ვცვლი, ხვდებით? ესეთი მოცემულობა, ანუ საქართველოა. აი საქართველოში როგორ ვიცხოვრებ მე, ეს უკვე პირადი და სოციალური პლანეტებია და ამის დამუშავებაზე ვმუშაობ, თუ შეიძლება ითქვას, რომ დავხვაწო იქ რაღაც ზოგი მთვარეს ამოვდო, ზოგი რაღაც იუპიტერს მიუშვა, აი არ ვიცი. ჩემთვის ესე არის. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ზედა პლანეტების
ქირონი მაძლევს ამის საშუალებას ალბათ ქირონის მეშვეობით რაღაცა მომენტში მომეცემა ის კარიბჭერა ცოტა ზევით ავიდე ხო აი რაღაც უფრო განვითარდე მაგალითად ვფიქრობ რომ დამუშავებაზე თუ დავიწყებთ ლაპარაკს მოდით ჯერ დავიწყოთ ჩვენი მთავარი პლანეტები მზის მთვარის როგორც ქალებისთვის და შემდეგ ჩვენი მმართველის დამუშავებით რომ წინ წავიდეთ ესე ვფიქრობ მე თქვენ შეგიძლიათ პლუტონის დამუშავებით დაიწყოთ არ ვიცი ახლა პლუტონი როგორ უნდა დაამუშავა აი პლუტონია ხო ხვდებით ჰადესია ხო სულ ამბობ ამას რომ იმის ქვესკნელის ბრძანებელია და ქვესკნელში ყოველთვის უფრო მეტი ადამიანია ვიდრე ზევსი მართავს ხო ხო და ჯერ ამ ფარულცოდნაში როგორ უნდა გავერკვე და ფარულცოდნის სფეროში როგორ უნდა განვითარდე როცა მიმდინარე თემები მაქვს გასავლელი ზოგთან არის ხა ადამიანებს შეტყობთ რომ იქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი მზემთვარის და მერკურის იქით არ უნდა წახვიდე იმის განვითარების დონე იმ დონემდე არის ხო დასული მაგრამ ჩვენი მიზანი ხო არის რომ ჩვენი კარმა ვისწავლოთ და ჩვენი კარმა მივიღოთ და განვითარდეთ ქირონი მოგცემს იმის საშუალებას რომ აი აქ გადავიდეთ რა და ცოტა ზევით ავიდეთ ხო მაგრამ ნუ ჯერ არ მგონია ჩემი მე პირადად ჩემ თავზე ვამბობ რომ სადღაც ზევით ვარ ზედა ჩემ სტაციონარულ ურანს ვეთამაშებოდე მაგამდე ჯერ ცოტა მიკლია მე მგონი რომ შინაგანი განვითარებისთვის მე მინდა შეიძლება დავსვა ერთი კითხვა შეიძლება დავსვა აი რომ მე მაგალითად საქართველოს 15 წელია წასული ვარ ისრაელში ვცხოვრობ ანუ ჩემ შემთხვევაში როგორ არის ანუ იცვლება რელოკაციები რა თქმა უნდა რელოკაციის რუკა ირთვება ალბათ 15 წელი თუ არ ცხოვრობ საქართველოში ნატალური რუკა გაძლევთ როგორ დაბადების მომენტში არსებულ სიტუაციას ანუ გრადუსების მიხედვით ხო და რელოკაციის რუკა გაძლევთ უკვე იქ ცხოვრების ანუ ემიგრანტის რუკას რომელიც ირთვება რა თქმა უნდა რაღაცა წლების მერე როცა რაღაცა პერიოდის მერე ზოგთან სამთვეში ირთვება ზოგთან ერთ წელიწადში გააჩნია რა კარმული დამოკიდებულება ეს ნატალურ რუკას ცდება ეს არის უკვე რელოკაციის რუკა იმუშავებს თქვენთან კი ბატონო მოკლედ ახლა დაავალებად მინდა ესეთი რაღაც თქვათ მე ჩაგიგდებთ აი ამ პლანეტების სამფელ როგორც მზე როგორც იყო ესეთებს და მიმდინარე მასალასაც ჩავაგდებ რა თქმა უნდა კიდევ ვიპოვე რაღაც პოსტერი სადაც ნინოს შემკითხე მეგონი მინერალებზე ცალკე არის თითოეული ნიშნისთვის მინერალები ხო მე მინერალებთან ვარ ცოტა ძალიან მე რა ლამაზია ეს ბავშვი თქვენ შვილიშვილია რა ლამაზი გოგოა მინერალებს ჩავაგდებ, მაგრამ მე გამოყენებასთან მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ ცოტა სიფრთხილე თუ ადამიანი პარალელურ რეჟიმში არ ამუშავებს, მაგალითად დაზიანებულ მარსს და ისედაც აგრესიულია და რაღაც ესეთ და კიდე მარსის ქვას მივცემთ, არგან თუ გაძლიერება მარსის მინდა მაშინ, როდესაც ადამიანი ამაზე მუშაობს. თუ არ მუშაობს, აგრესიაში არ გადაესწროს. ამიტომ ცოტა სიფრთხილე ამასაც ჩავაგდებ. შემდეგი შეხვედრა გვექნება ისევ კვირას, ისევ 12 საათზე. თუ რამე კითხვები გექნებათ, მომწერეთ თუ რა ვიცი. ახლა თუ რამე გაქვთ ახლა კითხვა, ახლა მკითხეთ. გადავდივართ ზედა პლანეტებზე, შემდეგზე გვექნება პლუტონზე და ისეთ ალბათ გაგვიგრძელდება პლანეტებზე საუბარი, სულ გვიგრძელდება ხოლმე. საინტერესო იყო. მადლობა. ეს რა მე რაც მაინტერესებს ჯგუფში დავწერე ხა, ანუ ისეთი არა არის რასაც შეგეკითხა, მოდი ესე რომ ამას ჯგუფში გავაზიარებ და მე იქნებ იქ პასუხად. კი ბატონო, და ყველამ გამოვთქვათ აზრი, კითხვაზე პასუხის გაცემა შეგვიძლია ყველა ჩვენი მოსაზრებასთან მიმართებაში. მიმოწევს შეხედულების მიხედვით. დავასრულებ მაშინ ჩაწერას ამ ვერ ვისწავლე როგორ გავაჩერო. არა რა, ჩემგან არ გამოვა ის, რა ქვია.